ახლო აღმოსავლეთში ომის დაწყებიდან მოყოლებული დღევანდელობამდე ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ კომპეტენტური სტუმრები მომეყვანა თქვენთვის და ესაუბრათ ჯერ ისტორიული რაკურსით დღევანდელობამდე როგორ მოვიდა ახლო აღმოსავლეთში ეს პროცესები და რამ გამოიწვია ამ ბოლო პერიოდის ომი. თუ კი სრული სურათი არ იცი, ძალიან რთულია მოკლე ბოლოდროინდელი განცხადებებით გააკეთო რაიმე პროგნოზი, ამიტომ მყავდა ძალიან საინტერესო სტუმრები ამ თემასთან დაკავშირებით. ეხლაც მაყურებელთა რიგებშია ერთ-ერთი ბატონი გიორგი რაზმაძე გვიყურებს და საღამომშვიდობისა ბატონ გიორგი, მოგესალმებით. ბატონი ვასილ პაპავა მყავდა ამ თემაზე, კობა კუპრაშვილი მყავდა, ძალიან საინტერესო სტუმრები მყავდა ამ თემის ირგვლივ და ეს დღეები მაინც უკვე ბოლო ეს კვირა მთლიანად კონკრეტული პატარ-პატარა განცხადებები კეთდება და სტანდარტულად მიდის პროპაგანდისტული ომის წარმოება. ეხლა ახლო აღმოსავლეთში ესეთი მნიშვნელოვანი არაფერი მომხდარა ბოლო დღეების განმავლობაში, რაც აუცილებლად მთლიან ლაივს მოითხოვს. ამიტომ დღეს მოვიწვიე სტუმრად ყოფილი სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, უძლიერესი ეკონომისტი, მხოლოდ თეორიული კუთხით არ არის ეს ბატონი ეკონომიკაში მცოდნე, მას პრაქტიკული შეხება აქვს ეკონომიკასთან. აგიხსნით ეხლავე და აქედან გამომდინარე ძალიან საინტერესო იქნება ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესები, რამდენად შეეხება ჩვენს ქვეყანას, რა საფრთხეები შეიძლება შეიქმნას ეკონომიკური კუთხით და სურსათზე არის აქ უფრო რაიმე კრიზისები რო შეიქმნას, კრიზისების შემთხვევაში სად რა პრობლემები შეიქმნება, წერტილოვნად რა კუთხით შეიქმნება პრობლემები და გამოსავალი სად შეიძლება იყოს. ამ თემებზე ისაუბრებს ბატონი გოჩა ცოფურაშვილი დღეს ჩვენთან. ბატონი პაატას აქვს ძალიან საინტერესო ლაივი დღეს 11 საათზე, 3-4 საათიანი ლაივია და აქედან გამომდინარე ანონსად ვაკეთებ აქ პირველად ვაჟღერებ. უძლიერეს სტუმრებთან ექნება ჩართვა ერთ-ერთ უცხოურ პლატფორმაზე, აქ არა, მისავე ტელევიზიაში TV+-ზე აიტვირთება ამ დღეებში ეს ვიდეო და მე ჩემთან რო იქნება სტუმრად აუცილებლად განხილვაში ვასაუბრებ ამ თემაზე, რა იყო, რა თემები განიხილებოდა ამ ლაივში, სკოტ რიტერი და ძალიან ბევრი ცნობადი პიროვნება იქნება ჩართული ამ ლაივში, სადაც დღეს იქნება ბატონი პაატა 11 საათზე, ამიტომ დღეს ბატონი გოჩა ცოფურაშვილი მეყოლება და თქვენ შესაძლებლობა გექნებათ ნახოთ ბატონი პაატას Facebook გვერდზეც, ეს როგორც კი გამზადდება. ბატონი გოჩა ცოფურაშვილი TikTok-ზე შემოვიტყვე, მისთვის პირველი ლაივი იქნება დღეს TikTok-ზე, ის არტო სოციალებში არ არის აქტიური ტელევიზიები იწვევენ ძალიან ხშირად, იმიტომ რომ საინტერესო რესპონდენტია, ეკონომისტი უძლიერესია და გვპირდებით საინტერესო ლაივს, თან მით უმეტეს მნიშვნელოვანი თემებია განსახილველი. მე მინდოდა საზოგადოებისთვის თქვენი წარდგენა გამეკეთებინა და პატარა მონახაზი თქვით, თქვენი რეგალიების ბატონო გოჩა, თქვენ ეკონომისტი ბრძანდებით და მხოლოდ თეორიული ცოდნით არ შემოიფარგლება თქვენი ეკონომიკური განათლება, თქვენ პრაქტიკაში წლების განმავლობაში სისტემასთან კავშირში იყავით და ნამუშევარი გაქვთ ეკონომიკური კუთხით სახელმწიფო მართვის სტრუქტურებში, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც საუბრობთ დეტალებზე და შიგნიდან იცით რა სიტუაცია, რა მდგომარეობა. ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე ბატონო გოჩა, ბოლო 2-3 კვირა რაც ომი დაიწყო და აირია იქ სიტუაცია, მას შემდეგ ისტორიული რაკურსი იქნებოდა ეს თუ ირანისტის ცოდნა იქნებოდა თუ ახლო აღმოსავლეთის ცოდნა, რამდენიმე სტუმარი მყავდა, რომელსაც ჩავაშლევინე ეს თემა თავიდან ბოლომდე და ეხლა უკვე საინტერესო იქნება რეგიონში, როდესაც ნავთობი ძვირდება, რა შეიძლება რა საფრთხეები შეიძლება იყოს ეკონომიკური ჩვენი ქვეყნის მისამართით და სასურსათო კუთხით. ყველაზე უკიდურესი შემთხვევა უნდა დავუშვათ მაგალითების სახით, რომ ვიცოდეთ რა შეიძლება რა პრობლემის წინაშე შეიძლება დადგეს ქვეყანა და თქვენ როგორც გიყვართ ხოლმე, არ გიყვართ მხოლოდ პრობლემებზე საუბარი, შემდეგ უკვე გამოსავალზეც საუბრობთ ხოლმე და ამას მე უკვე ბოლოში რა თქმა უნდა თქვენი ტყვით, თქვენ სათქმელს თუ რა გამოსავალი შეიძლება ამ ყველაფრიდან იყოს მე ქვეყნისათვის. მადლობა პირველ რიგში სტუმრობისთვის. პიონერი ვარ, მოკლედ მე რამდენი ადამიანი შემოვიტყვე ამ სივრცეში, იმედია მოგაწონებთ ჩვენთან სტუმრობას და ზოგჯერ მოიხერხებთ ხოლმე და ჩემს აუდიტორიასაც გააცნობთ თქვენს მოსაზრებებს. მივესალმოთ მაყურებელს და დავიწყოთ ლაივი. კი ბატონო, დიდი მადლობა მოწვევისთვის. კი მე პერიოდულად უყურებ
თქვენს ჩართვებს, ძალიან საინტერესოა, ძალიან აქტუალურ თემებზე. ორი სიტყვით თქვენ ახსენეთ, რომ რა გამოცდილება გაქვთ, კი მაქვს თვითმმართველობაში გამოცდილება, მაქვს ცენტრალურ ხელისუფლებაში გამოცდილება, ასე ვთქვათ, მუშაობის და სოფლმეურნეობის სამინისტროშიც, ფინანსთა სამინისტროში, კონტროლის პალატაში და ასე შემდეგ. მოკლედ, თავარი გამოცდილება ახლა რატო უსვავ ამას ხაზს, რომ მე ვიყავი 2014 წელს იმ სტრატეგიის ხელმძღვანელი, რომელიც შეიქმნა სოფლმეურნეობის სამინისტროში, როგორც მინისტრის მოადგილე კურირებდი ამ მიმართულებას. ეს არის 2015-20 წლის სოფლმეურნეობის განვითარების სტრატეგია, რომელსაც ჰქონდა 7 გამორჩეული, ესე ვთქვათ, მიზანი და ძალიან ბევრი ამოცანა. ამ 7 მიზანში მეხუთე მიზანი იყო ცალკე, ასე ვთქვათ, სასურსათო უსაფრთხოება. რატო ცალკე სასურსათო უსაფრთხოება და ეს სასურსათო უსაფრთხოება მოიცავდა ძალიან ბევრ თემას, ფაქტიურად გამაერთიანებელი იყო იქ შიგნით მოცემული ბევრი, ესე ვთქვათ, მიზნის, მაგრამ რატო ცალკე მდგომი? იმიტომ რომ ძალიან ბევრ ქვეყანას აქვს ჩამოყალიბებული პროგრამა, ძალიან ბევრ ქვეყანაში არის კანონის დონეზე მიღებული დოკუმენტები. ჩვენ აი ამ ჩვენი ლიბერალური ეკონომიკური პარადიგმის გადამკიდეებს რეალურად თავიდანვე წინა ხელისუფლებიდან მოყოლებული გვაქვს ცოტა ისეთი ზედაპირული, ძალიან ლიბერალური, მე თუ მკითხავთ, ცოტა უპასუხისმგებლო მიდგომა ამ თემაში, რაც ჩემის აზრით ძალიან ძიმე შედეგებამდე შეიძლება მიგვიყვანოს. და რატომ? ნახეთ, თქვენ ახსენეთ გამოწვევები, თქვენ ახსენეთ სად შეიძლება ჩვენ გქონდეს პრობლემა, ხო ეს ნებისმიერ ადამიანს აწუხებს ალბათ. და პირველი პრობლემა მინდა გაიხსენოთ ხორბალთან დაკავშირებით, როდესაც რუსეთმა ომის დაწყებისთანავე ხელში ჩაიგდო უკრაინის ხორბალიც, ისედაც იყო ნომერ პირველი ექსპორტიორი მსოფლიოში. ჩვეულებრივად კი ჩინეთს და ინდოეთს მოყავს ყველაზე მეტი, მაგრამ დიდია მოსახლეობა მათ არ ყოფნით. რუსეთი არის პირველი, ესე ვთქვათ, ხორბლის გაყიდვაში. მან დაიწყო, ასე ვთქვათ, ტაქტიკური სვლები ამ კუთხით, ჩვენები არ გამოეხმაურნენ, იმიტომ რომ მე საკითხი ძალიან სიღრმეებში მაქვს შესწავლილი, ჩვენები საერთოდ არ დაილაპარაკეს იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენთვის არ მოემატებინათ გადასახადი, რაღაცა კვოტა მოეცათ, რაც შემოგვაქვს, თქვენ იცით, რომ დაახლოებით 80-85% შემოგვაქვს რუსეთიდან, პირდაპირ მიბმული ვართ, ასე ვთქვათ, რუსეთს ხორბალთან დაკავშირებით და იმ სიტუაციაში ჩვენ რუსეთმა, ესე იგი, ხორბალზე ფასი აწია და დაიწყო ფქვილის გაყიდვა უფრო აქტიურად და ჩვენებიც გადაერთნენ ფქვილზე. რა გამოიწვია ახლა ამან? გამოიწვია წისქვილების გაჩერება. რას ნიშნავს წისქვილის გაჩერება? ეს ნიშნავს, რომ შეიძლება მარაგები აღარ ქონდეს, ფქვილს ვინ ინახავს დიდი რაოდენობით, ხო? ხორბალთან დაკავშირებით იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენს ქვეყანას არ აქვს ოფიციალურად კანონმდებლობით მიღებული მარაგები, თუმცა ადრე იყო, თქვა 3 თვის, 6 თვის, მან ეს ყველაფერი სახელმწიფომ გადააბარა იმ წისქვილ კომბინატებს, რომლებსაც ეს მარაგები უნდა ქონდეთ. დაახლოებით 2 თვიდან 3 თვემდე მარაგი ყველგან უნდა იყოს. თუ წისქვილ კომბინატი ჩერდება, თუ ხორბლის შემოტანა და მისი გადამუშავება გაცილებით ძვირია ვიდრე ფქვილის, მაშინ წისქვილ კომბინატს არ უღირს, ის წაგებაზე ვერ იმუშავებს და თქვენ გახსოვთ, რომ თითქმის 2 წელი მიდიოდა ამაზე ესეთი ჯაჯგური პრობლემები იყო ძალიან სერიოზული და საბოლოო ჯამში, რასაც ვიძახდით, ძალიან ბევრი ჩართვა მქონდა, მათ შორის იქ სადაც თქვენ მუშაობდით, ალტინფოზე რამოდენიმეჯერ გავარჩიეთ ეს თემა. მათ შორის იყო ესეთი გარჩევა, რომ აი ამერიკელებმა გვითხრეს, რომ არ ინერვიულოთ, ჩვენ დაგეხმარებით, ხორბლის მოსავალს გაგაზრდევინებთ და რაღაც აიყვანეს ამერიკაში ხალხი და სხვათა შორის იქ გადაცემაში ვთქვით, რომ აი რო ჩამოვლენ და პროგრამას ჩამოიტანენ, მერე კიდე დაგპატიჟებთო და ხომ მოხვალთ ბატონო გოჩაო, კი სიამოვნებით მოვალ მეთქი. შემდეგაც ვიყავი, თუმცა არაფერი განსაკუთრებული, თქვათ, რაიმე პროგრამული და რაიმე ახალი, რა თქმა უნდა, არ შემოგთავაზეს, არის ხოლმე მარტო მითითება, რომ აი არ იყოთ რუსეთზე დამოკიდებული. ნუ ვართ
დამოკიდებული, სხვა ალტერნატივა ძალიან ძვირია. ხო, აქედან გამომდინარე, მუდმივად არის საუბარი, რამდენი ხორბლის მოყვანა შეგვიძლია ჩვენ, აი, რამდენად შეგვიძლია თავი დავიკმაყოფილოთ, ხო? შეგვიძლია დავიკმაყოფილოთ მაქსიმუმ ალბათ დღევანდელი გადმოსახედიდან 50-60% და ეს უკვე საკმაოდ მაღალი პროცენტია, მაგრამ ნუ ჩვენი თვითკმარობა მერყეობს სადღაც 15-დან 20%-მდე, ისიც ეს 20% 15-დან 20%-მდე ესეც არის ძირითადად არასასურსათო ხორბალი სამწუხაროდ, იმიტომ რომ მან ძალიან ბევრი ნიუანსებია, ჯიშების, მოყვანის, კონტროლის, მიკვლევადობის სისტემის და ასე შემდეგ. მოკლედ, ხორბლის ნაწილში ჩვენ ვართ მუდმივად გამოწვევების წინაშე და ეს ძალიან დიდი პრობლემაა, იმიტომ რომ სასურსათო უსაფრთხოება შედგება 4 ძირითადი, ასე ვთქვათ, დგენელისგან, ესე დავარქვათ. ეს არის პროდუქციის არსებობა, პროდუქციის ხელმისაწვდომობა, პროდუქციის უვნებლობა და ბოლო მეოთხე სოციალური კალათა, ნუტრიციული შემადგენლობა და ასე შემდეგ. აი პირველს რო ჩაუღრმავდეთ ჩვენ, ეს არის პროდუქციის არსებობა. არსებობა შეიძლება შენ უნდა მოიყვანო და იმპორტით შემოიტანო, ხო? ნებისმიერი ნორმალური ქვეყანა ცდილობს, რომ სადღაც 70-80%-ით იყოს თვითუზრუნველყოფილი იმ ძირითად მნიშვნელოვან პროდუქციაში, აი კალათაში რო შედის, ასე ვთქვათ, პირველი კატეგორიის პროდუქცია, ესეთად ითვლება მარცვლეული, რომელშიც შედის, ვთქვათ, ხორბალი, სიმინდი და ასე შემდეგ, ესეთად ითვლება ხორცი და ხორცპროდუქტები, ესეთია რძე და რძის პროდუქტები, ეს არის შაქარი და ეს არის ცხიმები. ეს 5 თავი არის, ასე ვთქვათ, წამყვანი ამ პროცესში, ხო? აი, როდესაც ჩვენ ამის კვლევას ვაკეთებთ, შესაბამისად ვადგენთ ისეთ ინდიკატორებს, რომლებიც მნიშვნელოვანწილად, ასე ვთქვათ, გვაძლევს რეალურ სრულ სურათს, ჩვენ გვაქვს მერყეობა სადღაც 20-დან 30%-იან თვითუზრუნველყოფაზე. ეს არის ძალიან დაბალი და ეს არის გარკვეულწილად უკვე საფრთხე ქვეყნისთვის, ის რაც, ესე ვთქვათ, შეეხება სასურსათო უსაფრთხოებას. საფრთხე სახეზეა, ვიწყებთ, ესე ვთქვათ, ხორბალი, წარმოიდგინეთ ახლა რომ უბრალოდ გაიჭედოს ეს ხორბლის თემა და თბილისში არ გამოწყვეს რამოდენიმე დღე პური, ხო? და მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი ამაზე დამოკიდებული არის, ძალიან ბევრი ხალხი, ვინც შეიძლება პურს ნაკლებად მიირთმევს, ან მიირთმევს, ვთქვათ, საკმაოდ ძვირად ღირებულს 4-5 ლარიან პურს, მაგრამ ნუ ჩავთვალოთ, რომ 70-80% მინიმუმ მიბმულია პურს და პური არ გამოცხვა, ან პური საგრძნობლად გაძვირდა, რა თქმა უნდა, ეს მძიმე პოზიციაა. თუ ჩვენ გვაინტერესებს, თეკლა ესე სათითაოდ მივყვეთ, თქვათ, და გექნებათ კითხვა, რომ აი რომელი პროდუქციაზე გავშალოთ, საიდან შემოგვაქვს, ჩვენამდე ვაწარმოდგინე ეს. პირველი ხუთეული, მნიშვნელოვანი ხუთეული რაც არის, საიდან შემოგვაქვს, შემოტანა საიდან ხდება, ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის. 5 ან 10 პროდუქტი ავიღოთ, მნიშვნელოვანი რაც არის ყველა ოჯახისთვის. და რა საფრთხე შეიძლება წამოვიდეს, როდესაც რაღაცა კრიზისები შეიქმნება, იმიტომ რომ ნავთობი ხედავთ უკვე მაგრად იწევს მაღლა ფასები და გაჩერებას არ აპირებს, მით უმეტეს ომი მიმდინარეობს და თუ კი პროცესი იქ არ გაჩერდა და რაღაც არ დაალაგდა, ისე უკლებას უკან არ დაიწყებს, ხო? ზემოთ და ზემოთ წავა. კრიზისებამდე რომ მივიდეს საქმე, პირველი ათეული, რა მარაგი შეიძლება გქონდეს ჩვენს ქვეყანას, რა რესურსი, რამდენხნიანი მარაგი, საიმისოდ რომ გაძვირებულ ფასში არ მოუწიოს მოქალაქეებს შემდეგ შესყიდვა ამა თუ იმ პროდუქტის და რამდენად არის ამის საფრთხე. და თუ შეიძლება მე ამ საფრთხის არიდება ამაზეც რომ ვისაუბროთ. პირველი 10 მნიშვნელოვანი პროდუქტი რო დავიწყოთ. რა შესაძლებლობა გვაქვს, ასე ვთქვათ, შეგვიძლია რა პოტენციალი გვაქვს და რას ვერ ვიყენებთ, ხო? ამაზე შეგვიძლია ვისაუბროთ. ნუ მოდით, ესე იგი, კიდევ ერთხელ ხორბალი ძალიან მოკლედ, ნომერ პირველ პროდუქტად ითვლება ახლა ამ შემთხვევაში სასურსათო უსაფრთხოების თვალსაზრისით. ჩვენ აქ დამოკიდებული ვართ თავიდან ბოლომდე რუსეთზე. იყო შემთხვევები, როდესაც
შემოდიოდა ძალიან ცოტა ყაზახეთიდან, სხვა ბაზრები ჩვენთვის არის ძალიან ძვირი, იმიტომ რომ ევროპა თვითონაც ყიდულობს, შეიძლება საფრანგეთმა გაყიდოს თქვათ და რუბინეთმა და ასე შემდეგ, მაგრამ ჩავთვალოთ, რომ ჩვენ გვყავს მეზობელი, რომელიც არის მსოფლიოს ნომერ პირველი ექსპორტიორი და რეალურად საქართველოს ბაზარი მიბმულია მას. თუ რაიმე მოხდა და პრობლემაა და ასე ვთქვათ, ჩვენ იქიდან გზა გვეკეტება, მართლა რეალურად შეიძლება აღმოჩნდეთ ძალიან ძიმე პირობებში, იმიტომ რომ ამერიკიდან და კანადიდან ნაყიდი ხორბალი ხვდებით თქვენ რამდენად ასე ვთქვათ ძვირი იქნება თან რუსული ხორბალი ტრადიციულად ასე ვთქვათ მიჩვეულია ჩვენი წისქვილები და მოწონთეს ხორბალი სამწუხაროდ უკრაინიდანაც შემოდიოდა მაგრამ გაცილებით ნაკლები და უკრაინის ხორბალი არ ითვლებოდა აი პურის ცხობაში ესე ვთქვათ წამყვანად ხო ესე იგი ამ ნაწილში ჩვენ ვართ მიბმული რუსეთს მეორე პროდუქტი სიმინდი სადაც ჩვენ გვაქვს დაახლოებით 50-60%-იანი თვითუზრუნველყოფა მერყეობს ხოლმე სამწუხაროდ უფრო ქვემოთ მოდის ეს წინა წლებში უფრო მაღალი ციფრი იყო აქაც ჩვენ მიბმული ვართ ჩვენ ჩრდილო მეზობლებს სიმინდით შემოდის ძირითადად რუსეთიდან შემოდიოდა უკრაინიდან ეს არის ესე ვთქვათ ჩვენი ძირითადი მომწოდებელი ესეც მნიშვნელოვანი პროდუქტია პირველ რიგში ფრინველის საკვებწარმოებისთვის და სიმინდი იცით თქვენ ფართო მოხმარების არის ხო დანარჩენ ნაწილში ახლა რაც შეეხება თქვათ ქერი შვრია და ასე შემდეგ მცირე რაოდენობით მოყვავს და ესეც ძირითადად შემოდის ესეც რუსეთიდან ეს რაც შეეხება მარცვლეულს ჩავთვალოთ ჩვენ რომ თავიდან ბოლომდე ვართ მიბმული რუსეთს მეორე პოზიცია ხორცი და ხორცპროდუქტები აქ ჩვენ გვაქვს ესე ვთქვათ საოცრად გაურკვეველი სიტუაცია ჩვენ ხორცი გაგვაქვს და ხორცი შემოგვაქვს გაგვაქვს მაღალი ხარისხის ხორცი და შემოგვაქვს დაბალი ხარისხის ხორცი ეს ძალიან ესე ვთქვათ მძიმეა ამ ყველაფრის ყურება ეს გამოწვეულია გარკვეულწილად ჩვენთან ექსპორტის წახალისებით და იმპორტის დაბალი ფასით. ესე იგი გადის ფერმერების ზრდია მეხურცეული მიმართულებით ვინც მუშაობს და მესაქონლეობის კუთხითაც მეცხვარეობის კუთხითაც მოკლედ ჩვენ გვაქვს გაყიდვები ვყიდით ძირითადად ახლო აღმოსავლეთში და ეს ბიზნესი ითვლება ერთ-ერთ საინტერესო ბიზნესად. მაგრამ დიდი რაოდენობით შემოგვაქვს. საიდან შემოგვაქვს ეს ხორცი? აქაც წამყვანი გახდა ისევ რუსეთი, იმიტომ რომ ნახეთ ღორის ხორცი, რომელიც აი ამ DCFTA-ის ხელშეკრულების შემდეგ შემოდიოდა გერმანიის და ევროპიდან შემოდიოდა, ნელ-ნელა ჩაანაცვლა იქით ბრაზილია და სხვა ქვეყნები, თუმცა ბრაზილიიდან კვლავ შემოდის ფრინველის ხორცის და სხვა ხორციც, მაგრამ გერმანიიდან და ევროპის სხვა ქვეყნებიდან იყო საკმაოდ რაოდენობით შემოსვლები, იმიტომ რომ ჩვენ იცით თქვენ გარკვეულწილად საბაჟო რეჟიმები ევროპასთან გვაქვს განოლებული და მათთვის იყო ძალიან საინტერესო და მომგებიანი, თუმცა ბოლო დროს რუსეთიდან დიდი რაოდენობით შემოდის ცოცხალი ღორი ამ შემთხვევაში და სწრაფად ხდება მისი სასაკლაოზე რეალიზაცია. მოკლედ ეს პოზიცია იყო არა რუსეთის და ესეც ასე ვთქვათ გახდა მათი ქათმის ხორცის საკმაოდ დიდი რაოდენობა ჩინეთიდან შემოდის. აქაც ჩვენ გვაქვს დაბალი თვითუზრუნველყოფა ქათმის ხორცში ჩვენ სადღაც 40-45% გვაქვს თვითუზრუნველყოფა. მოკლედ თლიანობაში ხორცი ითვლება შემოტანილი და ექსპორტი აკლდება მერე და ჩვენ მაინც გვაქვს სადღაც 60%-მდე თვითუზრუნველყოფა, მაინც არა გვაქვს მაღალი. ესე იგი შემოტანა გაცილებით მეტია, ვიდრე ღირებულებით გაგვაქვს და კიდევ ერთხელ შემოგვაქვს დაბალი ხარისხის. აქაც ვერ გეტყვით, რომ ძალიან დივერსიფიცირებულია ეს პროცესი, აქაც ძირითადად მაინც კიდევ ერთხელ ჩვენს ჩრდილოეთ მეზობელთან ვართ მიბმული ამ ნაწილში. მესამე პოზიცია განვიხილეთ ცხიმები.
ცხიმებიც გადის ესე ვთქვათ როგორც ძირითადი თავი ეს თემაც დაკავშირებულია გარკვეულწილად ნაწილობრივ ევროპულ ქვეყნებთან და ახლა ირანული კარაქიც კი შემოვიდა რამოდენიმე კვირის წინ ასე ვთქვათ. так მეტნაკლებად დივერსიფიცირებულია ახლა ვთქვათ იგივე კარაქის თემა. არ ვიცი თუ დაკვირვები ხარ ძის პროდუქტებიც არაბული წარწერებით შემოვიდა ამ ბოლო დროს მაღაზიებში. კი, სპარსული ალბათ. ხო, ძის პროდუქტებიც დივერსიფიცირებულია, შემოდის რუსეთიდანაც, შემოდის ევროპიდანაც. ამ ნაწილშიც ნახეთ როგორ არის, თქვენ რომ ნახოთ ახლა საქსტატის მონაცემები, რეალურად შეიძლება გული გაგისკდეთ, იმიტომ რომ დაახლოებით 2012-დან 25 წლამდე მე 3 მუხლი ავიღე, 3 ესე ვთქვათ საბაჟო მიმართულება, ერთი არის ესე ვთქვათ ფხვნილები, რძის ფხვნილი, მეორეში არის ესე ვთქვათ შესქელებული და რძის პასტები ესე ითვლება ირანიდან შემოდის, რითიც აი ყველს აკეთებენ ხოლმე ძალიან ბევრი ქარხნები, ნუ ქარხნებს ვერ დავარქმევ, ალბათ ცეხები და კარაქი ავიღეთ ცალკე და გამომივიდა ესე იგი ბოლო 10-12 წლის განმავლობაში 540%-ით გაზრდილი იმპორტი ფიზიკურად დიდი რაოდენობით შემოდის ჩვენი პოტენციალი მეცხოველეობაში ვერაფრით ვერ დავზარით რომ ვერაფრით ვერ ჩამოვაყალიბეთ სწორი სტრუქტურა სისტემა სწორი ორგანიზება ვერ გავაკეთეთ თამაში რომ ჩვენ გქონდეს რაღაცა გარღვევა ამ ნაწილში და მოკლედ რძე და რძის პროდუქტებში ძალიან დამოკიდებული ვართ გარე იმპორტზე და მანდ ერთი ძალიან ძიმე და ძალიან ცუდი თემაა რომ რძის ფხვნილზე ვართ მიბმული ძალიან ბევრ ევროპულ ქვეყანაში კატეგორიულად არ შეიძლება ეს ფხვნილების ხმარება და ამის გასაღება როგორც ესე ვთქვათ ნედლი პროდუქტი ჩვენ კი თავის დროზე სერტიფიკატზე ვაიძულეთ რომ დაეწერათ მაგრამ მოსახლეობაში ეს ნაკლებად მუშაობს და რატოა ეს მნიშვნელოვანი იმიტომ რომ თვითონ სასურსათო უსაფრთხოებას აქვს აი მეოთხე მიმართულება მეოთხე მდგენელი რო გითხარით ის არის ნუტრიციული თემატიკა ჩვენ უვნებლობის ნაწილი უფრო იცით როგორი მომენტია შეიძლება პროდუქტი შემოვიდეს ერქვას მას უვნებელი იმიტომ რომ ორ დღეში არ მოკლათ მაგრამ იყოს რეალურად დამაზიანებელი და ჩვენ კიდევ სასურსათო უსაფრთხოება ითვლის მის ნუტრიციულ შემადგენლობას კალორიას და ასე შემდეგ და საბოლოო ჯამში სოციალური კალათა რო კეთდება ეს ის მიმართულება სადაც ჩვენ თავის დროზე ჯერ კიდე შევარდნაიზდოს 2003 წელს დავარღვიეთ სქემა თევზია შემცირებული, ხორცია შემცირებული და პური და ბურღულეული დამატებული და ისეთი იმიტომ არის რომ კალათა ჩვენი რაღაც 200 რაღაცა 216 ლარი თუ რაღაც გამოიყვანეს ადრე კიდე რა თქმა უნდა ნაკლები გამოდიოდა იმიტომ რომ დაკლებულია ძვირადღირებული ელემენტები ამ კალათაში მაგრამ ორგანიზმს ახლა ჩვენ შეიძლება ვიღაცა მოვატყუოთ მაგრამ ორგანიზმს ვერ მოვატყუებ ორგანიზმში ეს იწვევს მე ფარულ შიმშილს ეგრეთ წოდებულს და აი ზუსტად ახლა რატო ამახვილებ ყურადღებას ამ რძეზე და რძის ფხვნილზე რომ რძის ფხვნილით მომზადებული ეს არაჟანი ხაჭო და ასე შემდგომი ეს პროდუქტი სამწუხაროდ რძის ფხვნილით მომზადებული პროდუქტში ის ვიტამინები და მიკროელემენტები არის ორჯერ და სამჯერ კი არა 10ჯერ 20ჯერ 50ჯერ ნაკლები ისეთი მაჩვენებლები აქვს როდესაც თქვენ ასე თქვა გაშლით ამის შემადგენლობას ამიტომ მაგ ნაწილში ძალიან სერიოზულად არის სამუშაო ალბათ მაგრამ ნუ ჯერჯერობით ამას სამწუხაროდ ძალიან წაუყრუებენ ხოლმე ამაზე დაახლოებით 10-12 წლის წინ ძალიან სერიოზულად ფიქრობდით ჩვენ თუმცა ნუ დღეს ყველა ხედავთ რომ არ არის დიდი აქტიურობა ხო ზედა რძის პროდუქტები ხო ცხიმებზე დავიწყე და რძის პროდუქტებზე გადავედი ცხიმების ნაწილშიც იცით თქვენ რომ აქ ცხიმების ძირითადად იმპორტირებულია და სხვა შორის თვითონ სამინისტროსვე გაკეთებულ კვლევაში იქ 3%-ია თვითუზრუნველყოფა. ნუ ეს ძალიან ძიმე, ძალიან სამარცხვინო პროცენტია. აქაც ჩვენ სამწუხაროდ ვერ ვიზრდებით, ესეც ძიმეა. ნუ ცხიმებს რაც შეეხება, იცით, ხარისხიანი, მაღალი ფასია და
სამწუხაროდ ნაკლებად შემოდის საქართველოში და უხარისხო კიდე ყველა მზად არის თურქეთიდან დაწყებული, რუსეთია თუ სხვა ქვეყნები რომ მოგვაწოდონ ეს მზესუმზირი ზეთი იქნება თუ სხვა ასე თქვათ მარგარინები და ასე შემდეგ საკმაოდ დიდი რაოდენობით შემოდის სამწუხაროდ ძალიან დაბალი ხარისხის. ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება არის აქ კიდევ შაქარიც ითვლება იმ ხუთეულში მთავარში. შაქარში ჩვენ თავის დროზე დავუშვით ძალიან დიდი შეცდომა, როდესაც აგარის შაქრის ქარხანა მივეცით აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანიას, რომელიც ამარაგებდა აზერბაიჯანს და მიიბა კიდე საქართველო, ეს წინა ხელისუფლების ვაჟკაცობის ამბებია. და ნუ ეს საწარმო როგორ არის იცით აი წელიწადში შეიძლება 1-2 თვე რაღაც დაქოქოს საიდანღაც შემოიტანოს ნედლეული ესეც შაქრის ლერწამია და არა ჭარხალი და აქაც ძირითადად იმპორტია და მიბული ვართ აი ესეთ კომპანია მე ამათ გაყიდეს ერთმა იყიდა მეორემ გადაყიდეს გადმოყიდეს ყოველ შემთხვევაში ჩვენს მეზობლებს მივეცით ეს სტრატეგია სხვა შორის სააკაშვილის დროს 4 წისქვილ კომბინატი იყიდა აზერბაიჯანულმა კომპანიამ და კარმენი იყო ერთ-ერთი წამყვანი ასე ვთქვათ. ის სტრატეგიული ობიექტი, ის სტრატეგიული მიმართულებაც აზერბაიჯანელებს ჩააბარეს. ხო, ნუ დღეს გვიკვირს ახლა რომ აზერბაიჯანი გახდა დიდი ეკონომიკა, დიდი მოთამაშე და ასე შემდეგ. თავის დროზე ძალიან ბევრი ისეთი ნაბიჯი გადაიდგა, რაც არ უნდა გადადგმულიყო. მოკლედ, აქ არის შაქრის ქარხანა, რომელიც აშენებულია აგარაში, იმიტომ რომ მის გარშემო არის დაახლოებით 1500-2000 გექტარი საუკეთესო მიწა შაქრის ჭარხლისთვის და სპეციალურად იქვე იყო ბაზა, იქვე ააშენეს ქარხანა, რატო აგარაში მაინდა-მაინც ხო? იმიტომ რომ მის გარშემო სანედლეულო ბაზა უნდა ყოფილიყო, ეს თავიდან ბოლომდე რო იტყვიან ჩამოგვანგრიეს ეს ხაზიც და აქაც ჩვენ ვართ დამოკიდებული, ესე ვთქვათ, სხვა ქვეყნის კომპანიებზე და არანაირი მარაგები და არანაირი განსაკუთრებული ესეც მოთხოვნა მიწოდების რეჟიმშია და ეძებენ რაც შეიძლება იაფს, რაც შეიძლება დაბალი ხარისხისას. იმიტომ იცით რომ შაქრის ლერწამის და შაქრის ჭარხალს შორის მომზადებული შაქარი გემოთი სხვადასხვა და სხვადასხვა ასე ვთქვათ თვისებები გააჩნია. ნუ აქაც შემიძლია თქვა რომ ძალიან არა ჯანმრთელი სიტუაცია. მე ნამყოფი ვარ ამ ქარხანაში, მაშინ მინისტრი დანელია იყო ოთარი და ჩვენ ერთად დავათვალიერეთ. ეს არის ძალიან ძველი ქარხანა, 38 თუ 39 წელს გაშვებული ქარხანაა და ტრაფარეტი დღესაც არის ბერია სახელობის ქარხანა. და წარმოიდგინეთ, რომ ფაქტიურად არაფერი არ შეუცვლიათ იქ. მაშინვე შევიდნენ თუ არა ის შაქრის ჭარხლის საამქრო მთლიანად დაშალეს, რომ აღარავის აღარც ეფიქრა, რომ ჩვენ შეიძლება ეგ ჭარხალი მოგვიყვანა და ნუ იცით თქვენ რომ შაქრის ჭარხლის შემდეგ ეს მეცხოველეობის პროდუქტიც არის. მოკლედ ერთმანეთთან ძალიან ბევრი საკითხები მასია, მაგრამ აქ როგორ ჩაიზე დაგვემართა ხო მარტინ ბაუერი რო შემოიყვანეთ და რომ თავზე დაგვანგრიეს ის ჩაი თავიდან ბოლომდე და გადაიწვა და გადაიბუგა და უპატრონობით ეს თქვათ ჩაის თემა. ნუ დღეს თითქოს არის რაღაცა ესეთი ჩემ პერიოდში შემუშავდა ჩაის მხარდაჭერის პროგრამა და სხვა შორის აი ჩვენი მრჩევლები გარდაცვლილი ეხლა თამას კუნჭულია ომარ კაჭარავა ძალიან გულშემატკივრობდა ეს მრჩევლები, ასაკოვანი ხალხი, ვისაც ახსოვდა ჩაის სიკეთეები, მოკლედ რამოდენიმე სისტემატიურად შემოდიოდნენ ჩემთან და სხვადასხვა ასე ვთქვათ ინფორმაციას მაწვდიდნენ. ეს პროგრამა დამუშავდა, თუმცა ჩვენ გაცილებით მეტი გვინდოდა ჩაისთვის გაგვეკეთებინა, შემდეგ ძალიან შეიკრიჭა და მე ვერ გეტყვით ეხლა რომ თლათ არ იმუშავა, მაგრამ იმ ეფექტით ვერ იმუშავა, რაც ქონდა ჩაფიქრებული. ხო, ნუ ბოსტნეულში თქვენს ხვდებით რომ ქართული ბოსტნეული ფაქტიურად არ ხვდებათ. ხილში რაც საუკეთესოა, ესეც ხორცის არ იყოს, სასწრაფო წესით გაგვაქვს აქედან და აქ რჩება ძალიან დაბალი ხარისხი და შემდეგ შემოდის უკვე იმპორტი. მთლიანობაში ნახეთ ეს მოძრაობა რაც იმპორტის და აქაურობის ესეთი ექსპორტით გავიდა
იმპორტით შემოდის. Კაი ხარისხის გავიტანეთ, დაბალი ხარისხის შემოიტანეს ჩვენმა იმპორტიორებმა. ამას არანაირი რეგულაცია, არანაირი სისტემა, არანაირი რაღაცა ფასთა წარმოქმნა, არანაირი საფასო პოლიტიკა ან სახელმწიფო დაკვეთა ჩვენ ხო ეს სქემები საერთოდ არ გვაქვს, ჩვენ ესეთი მიმართულებით ფაქტიურად არ მუშაობთ აქ და ყველაფერი არის მოთხოვნა მიწოდების რეჟიმზე. ხშირ შემთხვევაში, როდესაც ფასებზე იყო საუბარი, რომ დავაკლოთ ფასი და ფას წარმოქმნა და დასვეს ახლა ეს ხალხი, აღმოჩნდა, რომ თურმე თლათისი არ ყოფილა, ხო? და ამათ ახსნეს, რატოა ეს ფასი, რა რისკებს შეიცავს. ჩვენთან ძალიან ძვირი ფულია ბანკის და ძალიან ბევრი მომსახურეობა ძვირი ჯდება, მე ყველა გადასულია ვაჭრობაზე და არც დაბალანსებულია, რაც უნდა იყოს მაღაზიები და ქსელი არის თითქმის ორჯერ მეტი და ერთმანეთს რა თქმა უნდა ხელს უშლიან, იმიტომ რომ არ არსებობს აქ რაიმე რეგულაციის სისტემა, ყველა როდესაც ესეთი მომენტია, ყველა უფრო მეტ რისკს დებს და საბოლოო ჯამში მივედით იქამდე, რასაც დიდი ხანია ვამბობთ, ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი წარმოება. თუ ჩვენ გვექნება ჩვენი საკუთარი წარმოება ძლიერი, რა თქმა უნდა, ეს იმპორტი იძულებული იქნება, რომ ხარისხიანით შემოიტანოს და ფასშიც კონკურენციაში შემოვიდეს. როცა აქ ფაქტიურად არაფერი არ არის, ან თუ კი რამე ხარისხიანი გვაქვს, სასწრაფოდ უნდა გარეთ გავყიდოთ, ხო? აქ თავს იყრის მერე ეს იაფასიანი და არანაირი მოლაპარაკებაც და გარიგებაც არ უნდა. ისედაც ლოგიკურად ხდება საბოლოო ჯამში მათ მიერ ესე შეთანხმება და მაღალი რისკებიდან გამომდინარე, მათი ფასნამატი ალბათ მერყეობს კი 40-დან შეიძლება 80%-მდე, მაგრამ ეს ახსნადია და ახსნეს კიდეც და ეხლა ხელისუფლება ამას ცემატყებით ვერ შეცვლის. საბოლოო ჯამში უფრო დიდი რისკია, როდესაც ეხლა როცა ესე მოდიან და ესეთი ფორმით გიხსნიან და თავიდან ბოლომდე ესეთი დამაჯერებლობა არის, ხო, თუ შენ მერე დაიწყებ ძალიან მკაცრ ადმინისტრირებას და ბოლომდე შინაარსობრივად სიღრმეებში არ ახარ ამ პროცესში, შეიძლება უკუ პროცესები გამოიწვიო და კიდევ უფრო დაამძიმო ეს ყველაფერი. მოკლედ, სასურსათო უსაფრთხოების თვალსაზრისით, აი ესე ერთად დოკუმენტალურად რო გაიაროს ადამიანმა თავიდან ბოლომდე და ხშირად ვამბობთ, რომ ძალიან ძიმია 20-30%-იანი თვითუზრუნველყოფა, თლიანობაში ჩვენ ამ ნაწილში ვართ ძალიან ძიმედ. რაც შეეხება მეორე პოზიციას პროდუქციაზე ხელმისაწვდომობა, აქაც ყავს ძალიან დიდი არმია დაბალი შემოსავლებით და ძალიან მაღალი გვაქვს ეს ფასები, რაზეც ახლა ვლაპარაკობდით, ხო? აქაც არა გვაქვს არანაირი რეგულირების სისტემა, არა გვაქვს არანაირი გეგმარების სისტემა, როგორც ევროპაშია თქვათ, იქ შეკვეთებია თუ კოტირება და ასე შემდეგ. მოკლედ მართვას აცილებული თემაა. და მხოლოდ ადმინისტრირებით, მხოლოდ რაღაც კბილების დაკვეჭვით ან ძალოვანი სტრუქტურების ჩართვით ეს სისტემა არ მუშაობს. ამას უნდა დაგეგმა, მონიტორინგი, პროცესების შეფასების ანგარიში, ყველა მიმართულებით ახალი ტექნოლოგიები, ყველა მიმართულებით მიკვლევადობის სისტემა. მოკლედ ძალიან ბევრია სამუშაო და ხშირად მე ახლა მაინც ვერიდები ხოლმე იქ ძალიან ბევრი ჩემი მეგობარი და კოლეგა მუშაობს, მაგრამ მაინც კონსტრუქციულად კრიტიკული ვარ ყოველთვის და ვარ იმიტომ, რომ ძალიან ხშირ შემთხვევაში იქ სადაც შესაძლებელია ბევრი რა, იქ სადაც რეფორმაა ჩასატარებელი, საერთოდ პროცესი მიდის თვითდინებით და რაღაცა თვითკმაყოფილების რეჟიმშია სულ ყველა. ახლა მე რაც ჩამოვთვალე ნებისმიერი ოპონენტი რო იყოს აქ, ვერავინ ვერ უარყოფს ამას თუ ყველაფერს, იმიტომ რომ მე არ ვიგონებ, არ ვამძიმებ ამ სიტუაციას, ეს არის რეალობა. ვერავინ ვერ გაწევს აქ ვერანაირ ოპონირებას, მაგრამ ის რომ შენ მდგომარეობა გაქვს მძიმე და თქვენ ახსენეთ, ხო ჩვენ უნდა ვეძებოთ გამოსავალი. გამოსავალი რა არის ამ სიტუაციაში? გამოსავალი არის მაქსიმალურად ჩვენი საკუთარი შესაძლებლობების ეფექტიანად გამოყენება. ჩვენ გვაქვს აი, არ ვიცი რა მოხდა, სტუმარი პროგრამამ ჩააგდო, ბატონო გოჩა ბოდიშ გიხდით, თავიდან გამოგიგზავნით, ეხლავე მოწვევას უკაცრავად. არ ვიცი რა მოხდა, აი გიგზავნით თავიდან, ნახეთ. ბოდიშ გიხდით. ლევან საღამომშვიდობისა, როგორ ხარ?
ბოდის გიხდით ბატონო გოჩა თავიდან გამოგიგზავნეთ მოწვევა რატომღაც პროგრამამ ჩაგაგდოთ. აკვართ კი, აი კარგად ისმის ხმაც. ბოდის გიხდით არ ვიცი რა მოხდა გაიჭედა და ჩაგაგდოთ პროგრამამ. ხო, არა უშავს. ხო, და საბოლოო ჯამში ნახეთ, როდესაც პროცესში რაღაცა ისი არ მიდის და არ არის დამაკმაყოფილი სიტუაცია, ხო, ჩვენ უნდა გქონდეს ამაზე რეალური ანგარიში. რეალურ ანგარიში მე ამ ბოლო დროს ძალიან აქტიურად საუბრობ იმ სამთავრობო გადაწყვეტილებაზე 2019 წლის დეკემბერშია ეს სამთავრობო გადაწყვეტილება მიღებული, რომელიც ითვალისწინებს სტრატეგიების შექმნას, სამოქმედო გეგმების დამტკიცებას, მონიტორინგის სისტემის გამართვას და შეფასებით ანგარიშს. ფინანსურ შეფასებით ანგარიშს. თუ ჩვენ ყველა ამ პროცესს, რაზეც ახლა მე ვსაუბრობ, სწორედ შევაფასებთ, თუ ჩვენ არ გვექნება რეალური სურათი, რა თქმა უნდა, ვერაფერს ახალს ვერ დავგეგმავთ, ხო? ძალიან მძიმეა მიწის დანაწევრების პრობლემა. მიწის ეგრეთ წოდებული პარცელაცია მთელ საქართველოში ისე უთავოდ დარიგდა ეს მიწები, რომ დაახლოებით 650,000 ფერმერი ფიქსირდება. იმის გამო, რომ მოქალაქეთა კავშირს ეთქვა, რომ სამუშაო ადგილები გავზარდეო, დაარიგეს მიწა და ყველა მიწა მიღებული ადამიანი ჩათვალეს დასაქმებულად. აი პოლიტიკას და ხელისუფლებაში მოსვლას თუ ხელისუფლებაში დარჩენას ხშირ შემთხვევაში გადავაყოლეთ ალბათ თავარი თემა, რასაც ეკონომიკური განვითარება და ეკონომიკური გაძლიერება ქვია. ამიტომ ესეთ რაღაცეებზე საუბარია, საჭიროა ღია საუბარი, საჭიროა გამოსავალის მოძებნა, ზუსტად უნდა ვიცოდეთ სად ვართ, რა გვჭირს, პრობლემების იდენტიფიცირება მოხდეს და შემდეგ უკვე გრძელ სურათში, ასე ვთქვათ, დავინახოთ ჩვენი შესაძლებლობა. ოღონდ ეს ყველაფერი უნდა იყოს არა ისე, როგორც ახლა ვართ და მე დავწერო ციფრები შევცვალო, რომ ახლა ექსპორტი მექნება ამდენი, ის მექნება ამდენი და სტრატეგიების ერთიდან მეორეს გადაწერა მოხდეს და ეს პრობლემები ვწეროთ, რომ არსებობს ეს პრობლემები და ჩვენი მიზანია ამ პრობლემის გამოსწორება, ხო? გვიჭირს ვერქნით კონკურენტულ პროდუქციას და გვინდა რომ მიზანში გვიწერია ახლა ახალ სტრატეგიაში რომ კონკურენტული პროდუქცია უნდა შექმნათ. კი ბატონო, შექმნათ, მაგრამ რა მექანიზმებით უნდა შექმნა, ხო? რა მექანიზმებით შეიძლება ჩამონათვალი გააკეთო, რომ ეს იაფსესხს მივცე, მან კიდე რაღაცა ერთ-ორ რაღაც ელემენტს წავახმარ ამ ხალხს. მაგრამ პრაქტიკამ დაგვანახა, რომ ჩვენ თუ წრე არ შევკარით ამ პროცესში ის 10-12 ყველაზე მნიშვნელოვანი საფეხური თუ არ გავატარეთ იმ ფერმერს და ის მიწის პარცელაციის პრობლემა თუ არ მოვაგვარეთ, აზრი არ აქვს ამ იაფსესხის დარიგებას. აზრი არ აქვს ძალიან ბევრ ისეთ პრობლემას, რომელსაც ეფექტი არ მოაქვს. და აი ეს შეფასებითი ანგარიში, რომელიც უნდა იდებოდეს და რომელსაც 2019 წელს მიღებულია და 5 წელია, ხო, მე 6 წელია გასული. არც ერთ სამინისტროს სპეციალურად ვეძებ განსაკუთრებით ეკონომიკური პროფილის სამინისტროებში. ვერავინ ვერ დებს ამ ანგარიშს, იმიტომ რომ ეს საკმაოდ რთულია და საკმაოდ მაღალ კვალიფიკაციას მოითხოვს, მაგრამ ამის გარეშეც არ ვარგა პროცესი, იმიტომ რომ ამის გარეშე ვერ გეგმავთ რა გავაკეთოთ. აი როგორ უნდა მოხდეს ამ მიწების კონსოლიდაცია, როგორ უნდა მოხდეს დაინტერესება, როგორ უნდა მოხდეს სწორი სტიმულირება, ეს პროტექციონიზმი, რომ ფულს რო ვარიგებთ, როგორ უნდა გახდეს შედეგზე ორიენტირებული. ეს ყველაფერი არის დასამუშავებელი, ეს ყველაფერი არის ცენტრში გადასახედი, მე შესაქმნელია ადგილებზე სპეციალური პროგრამები. ევროპაში არის ფართოდ გავრცელებული და არა მარტო ევროპაშიც, აზიაშიც და განსაკუთრებით იაპონიაშიც პროცესი დაგეგმა ქვემოდან ზემოთ. ქვემოთ იციან ზუსტად გარკვეულ სოფელ თემში თუ გარკვეულ მიკროზონებში
რა ჭირდებათ მათ ამ პროცესში რომ გამართულად იმუშაონ. აი წეგან კონკურენცია რო ვაჩვენე და ძალიან დიდი ხანი აქვს საუბრო ვახსენე კონკურენტული პროდუქცია უნდა შევქმნათ ეს არის მიზანი 21-27 წლის სტრატეგიის ხო მე პირდაპირ გეუბნებით რომ თუ ჩვენ უნდა შევქმნათ კონკურენტული პროდუქცია მაშინ ეკონომიკურ თეორიაში მიღებულია ასე ვთქვათ არის ესეთი მეცნიერი პორტერი რომელიც ითვლება ძირითადად ამ მიმართულების ასე ვთქვათ ფუძემდებლად და მამად და ძალიან ბევრი მეცნიერი რომელიც წლების განმავლობაში ამუშავებენ სხვადასხვა ასე ვთქვათ თეორიულ სქემებს და მოდელებს ხო აი რა გავაკეთეთ ჩვენ იმისთვის რომ შევქმნათ კონკურენტული უპირატესობის სისტემის ქართული მოდელი ყველა სექტორული მიმართულებით როგორ უნდა გავხადოთ ეს პროდუქტი კონკურენტული უპირატესობის. აი მაგალითისთვის რო აგიხსნათ უფრო გასაგები რო იყოს პორტერის სქემაში ხუთი საფეხურია აღებული სახელმწიფო განსაზღვრულია სახელმწიფო პოლიტიკა როგორი უნდა იყოს სად არის სახელმწიფოს როლი სად არის ეკონომიკური მაკროეკონომიკური ამ შემთხვევაში ეკონომიკის სამინისტროს და ზოგადად მაკროეკონომიკური პოლიტიკის როლი შემდეგ მოდის დარგობრივი სამინისტროს მიდგომები და მათი პოლიტიკა შემდეგ მოდის თვითონ ფირმის კომპანიის ჰოლდინგია თუ რაც არის მისი პოლიტიკა და ეს ყველას თავის მიმართულებით და საბოლოო ჯამში კიდევ იკვლევენ იმ პროდუქტს ეს ამ შემთხვევაში ხორცია კარტოფილია თუ რაც არის იმ პროდუქტის შესაძლებლობა ეს არის არის მისი ნუტრიციული შესაძლებლობა თუ ბაზარზე წვდომის შესაძლებლობა და ასე შემდეგ მოკლედ ყველა ამ ჩამონათვალს ესენი თან კვეთაში არიან იმ ლოკაციასთან სადაც ეს პროდუქტი იქმნება ამას კიდე რეგიონული ეკონომიკა სწავლობს ადგილებზე რომ იმ სპეციფიკაში ბოლომდე ჩაუღრმავდეს რა ნიადაგობრივი პლუსები აქვს, რა კლიმატური შესაძლებლობები აქვს ადგილზე, რა რესურსული ის არის, რა ტრადიცია არსებობს და რა ცოდნა და ასე შემდეგ. ეს არის ძალიან დიდი თემა, რომელსაც უნდა ჩამოყალიბება, გაშლა და ყველას თავის ფუნქცია უნდა ქონდეს. დღევანდელ სიტუაციაში ვიგებთ, რომ ბევრი პრობლემაა, ვაცნობიერებთ, რომ არ მუშაობს არაფერი ნორმალურად, თუმცა არ გვინდა რომ ეს მართვის მექანიზმები შემოვიღოთ. არა, გვინდა მაინდა-მაინც ამ ლიბერალური სქემით წავიდეთ. რომ მთელი მსოფლიო მუშაობს ლიბერალური ეკონომიკითაც და სახელმწიფოს ასე ვთქვათ მართვის მექანიზმებითაც. ან შერეულ ეკონომიკურ მართვაზე გულისხმობთ. რა თქმა უნდა, შერეულია ყველგან და საბოლოო ჯამში ინსტიტუციური წესრიგს აყალიბებენ. ინსტიტუციური წესები არის ზუსტად ის, რომ მე ვიცოდე კონკრეტულ ადგილას, კონკრეტულ პროდუქტზე, კონკრეტულ ლოკაციაში, კონკრეტული ბაზრისთვის რა ინსტიტუციური წესი მჭირდება, რომელი კანონი იმუშავებს, რა ტიპის მონეტარული პოლიტიკა უნდა მქონდეს, რა ტექნოლოგია როგორ უნდა მივაწოდო, როგორ მივაწოდო მე ტექნოლოგია 2 გექტრიან 50 სხვადასხვა ხასიათის კაცს, რომელიც ერთად არ ჯდება, რა ტექნოლოგიას გამეუნჯობესებენ ისინი. მაგრამ აბა წარმოიდგინეთ ახლა ეს 50 კაცი 2 გექტრიანი უცბად 100 გექტარი რო იყოს, 100 გექტარზე ტექნოლოგიაც, ტექნიკაც, მთელი ეს ინფრასტრუქტურა თავის საწყობიანად ამას უკვე ჭირდება. მაგრამ 2 გექტრიანს არ ჭირდება. ესე იგი ვიწყებთ მიწის პოლიტიკით, მიწის პარცელაციის პოლიტიკით, რო აღვგზავნეთ, რო უცხოელებმა არ იყიდონ მიწაო ძალიან კარგია, მაგრამ იმის საპირწონე ნაცმოძრაობას იცით რა ქონდა ბენდუქიძეს ჩაფიქრებული მეორე მესამე მყიდველიო დიდ ფულს ჩადებსო თუ ის სქემა მოვარყიეთ რაც იმათ ქონდა ჩადებული და უცხოეს აღარ შეუძლია მაშინ ამ ჩვენებისთვის ისეთი მოდელია შესამუშავებელი რომ ესენი იძულებული გახდნენ რომ მიწის გაერთიანებაზე იფიქრონ სხვანაირად დანაწევრებული მიწით ვერც თურქეთს ვერც რუსეთს და ვერც ერთ მეზობელს შენ კონკურენციას ვერ გაუწევ 3 გექტრიანი იმის ბალის ბაღი გექნება თუ მსხლის ბაღი ხო იქ რო სადღაც 1000 გექტარია და მთელი ინფრასტრუქტურაა ჩამოყალიბებული და მუდმივად აქვს იმის საშუალება რომ ტექნოლოგიაც უახლესი იყოს და ტექნიკაც აქვს და ყველაფერი ყავს ხო შენ იმასთან კონკურენციაში ვერ შეხვალ ვერასოდეს ვერ შეხვალ ამიტომ მოსაფიქრებელია და ეს ყველაფერი არის ადგილებიდან დასაწყები წეგამ საუბრობდი რომ ცენტრს თუ აქვს თავის პოლიტიკა უნდა იქნებოდეს ადგილზეც პოლიტიკა როგორც ცენტრიდანული პოლიტიკა არსებობს ისე ცენტრისკენული ხედვები უნდა არსებობდეს მაგრამ
რეგიონებს ნახეთ თქვენ გეცოდინებათ ბიუჯეტშიც კი არ შეუძლიათ რაღაც განსაზღვრონ ცენტრთან კავშირის გარეშე. ადგილობრივ რეგიონს დაუშვათ კახეთის ნებისმიერი რეგიონი ავიღოთ, ხომ? არ შეუძლიათ ბიუჯეტიდან რაიმე განსაზღვრონ თბილისის გარეშე. თბილისმა რა იცის იმ რეგიონის იმ მომენტში რა დაკვეთა და რა ჭირდება იმ მომენტში იმ სოფლის კონკრეტული თემის განვითარებას. აი მიბმული არიან იმ დონეზე და იმ დოზით გადაბმული აქვთ ერთმანეთზე, რომ გადაწყვეტილების მიღება ადგილობრივ თემს არ შეუძლია. ეს დაზუსტებით იცი. ეს კიდევ კი ბატონო, სწორედ იცით, ეს კიდევ ცალკე ძალიან დიდი თემაა. მე 10 წლიანი გამოცდილება მაქვს მუნიციპალიტეტებში მუშაობის და ხელმძღვანელობის, ამიტომ ყველა გადმოსახედიდან ვიცი, ესე თქვა, თეორიულად თუ პრაქტიკულად, ჯერ ერთი დეცენტრალიზაციის გეგმა, რომელიც წლების განმავლობაში იწერება 3 წლიანი, 5 წლიანი, არ სრულდება. უკვე, რა ვიცი, 20 წელია, 2006 წელს სააკაშვილმა რო ჩაატარა თვითმმართველობის არჩევნები და ერთდონიანი თვითმმართველობა ჩამოყალიბდა, გაუქმდა სოფელ თემი, ისი გაკეთებაც არავითარ შემთხვევაში არ შეიძლებოდა. სოფელ თემის გაუქმება რეალურად გამოიწვია ის, რომ მუნიციპალიტეტი ვერც მასშტაბს ასრულებს ფუნქციონალურად, იმიტომ რომ მაინც პატარა მასშტაბისთვის და ვერც თვითმმართველ ფუნქციას ასრულებს, ვერ ემსახურება. ნებისმიერ ქვეყანაში თვითმმართველის ფუნქცია უნდა შეასრულო პლუს მინუს 5000 კაცთან და როცა რაიონში ხარ ახლა ვერ შეასრულებ. ახლა მე მარნეულის რაიონის ხელმძღვანელი ვერაფერს ვერ ვიზავ, თქვათ წერაქვში ან აღკერბში ან იმაში ჩემს იმაში კი შედის, მაგრამ ფოკუსი ძირითადად იქ თუ არ აყავს წარმომადგენელი, რომელსაც ფუნქცია აქვს და ეს ფუნქცია დაკარგული აქვს უკვე 20 წელია, თვითმმართველ ქვედა რგოლს ფუნქცია არ აქვს. ეს ერთი, რომ აი სრულ გაურკვევლობაში ვართ. მეორე ბიუჯეტის მოწყობა გააკეთეს ისე, რომ გამოათანაბრეს ეს რაიონები. დღეს ვეღარ გაიგებთ, რომელი რაიონია წარმატებული და რომელი წარუმატებელი, ან რომელი მერია ჭკვიანია, რომელია სულელი. ვერ გაიგებ, იმიტომ რომ ჯერ ეგეთ ხო საერთოდ არ ჩანან ესენი და რეალურად მართლა არაფერს არ წარმოადგენენ. ეხლა ამ სიტუაციაში და დააკნინეს ყველანაირად და თლიანობაში გამოათანაბრეს იმასავით, სააკაშვილი სხვათა შორის დადიოდა და თვითონ ხსნიდა თუ კი რამე ობიექტი იყო, რომ გამოჩენილი იყო და მე იმ პერიოდშიც მაქვს ნამუშევარი, ერთ-ერთი იშვიათი გამონაკლისი ვიყავი, როდესაც ხელისუფლება შეიცვალა, მე მთხოვეს დარჩენა და 2005 წლის ბოლოს 2006 წლის დასაწყისამდე ვიყავი მარნეულში. ასე რომ ნახეთ თვითმმართველობისთვის ეკონომიკური აქტორის ფუნქციის მინიჭება არის მე თუ მკითხავთ ახლა ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საშურის საქმე და მთლიანობაში თუ ჩვენ ვერ მოვახერხეთ იქ საკადრო სწორი საკადრო რესურსების მიწოდება თუ რა ვიცი გადასროლა რაც გინდა ის დავარქვათ და ეს ადამიანები ზოგი შეშინებულია, ზოგი დამოკიდებულია ვიღაცაზე და ზოგი ვერ ერკვევა ისე როგორც უნდა ერკვეოდეს, ხო? აი დაახლოებით ესეთი სურათი იყო 90-იან წლებში, როდესაც აი გამგებლები ყავდათ, ზოგი კიტოვანი, ზოგი იოსელი, ზოგს ხედრიონი ნიშნავდა, ზოგს 92, 13, 14 წლებში და მე იცით რა გააკეთეს 95 წელს ეკონომიკის მინისტრი ლადო პაპავა იყო და ესეთი რაღაც მოიფიქრეს, რომ ყველა პირველი მოადგილე მუნიციპალიტეტებში უნდა დამტკიცებულიყო ეკონომიკის სამინისტროს კოლეგიაზე და ეს ხალხი ყველა ჩამოიყვანეს. მე მაშინ ჯერ პირველი მოადგილე ვიყავი და მერე გამგებელი. მეც ჩამომიყვანეს, მე მათი ასპირანტი ვიყავი და ყველა მიცნობდა ახლა პაპავას ყველა მოადგილე თითქმის მისი ინსტიტუტის თანამშრომლები იყვნენ ეკონომიკის და სამართლის ინსტიტუტის დირექტორი როცა იყო, მაგრამ ძალიან ბევრი ხალხი ჩამოვიდა იქიდან, აი მართლა რაღაც უკვე იარაღი რო დადო და გამგეობაში რო დაიწყო მუშაობა და 90% ჩაანაცვლეს მაშინ და ვინც ჩაანაცვლეს, აი ეს პირველი მოადგილე ეკონომისტები, ძალიან დიდი ნაწილი მერე ცოტა ხანში ხელმძღვანელები გახდნენ რაიონის. რატო გააკეთეს, იცით ეს? იმიტომ რომ დაიწერა ბრძანება ერთი ეკონომიკის ინდიკატორული დაგეგმა, მერე იყო რაც პრივატიზაციის პროცესის კონტროლი, მერე იყო ბიუჯეტის მოწყობის, ამ ხარჯების კლასიფიკაცია, საგადასახადო რეფორმა. თუ ეს საკითხები არ იცი, შენ იქ ვერ იმუშავებ, ხო?
და აი ლოგიკურად მოვიდა ესეთ. ეხლა რატო ამბობ იცი რომ თუ თამას არ აწიეს აქედან თვითმმართველობის ორგანოებისთვის კაი მერები არჩეულია, მაგრამ მას შეიძლება მოადგილეები ყავდეს ისეთი, რომელიც ჭირდება და თქვათ მასვე დაეხმარება ამ ეკონომიკის ცოდნაში ან კვალიფიკაციის ამაღლებაში, მაგრამ ეს მოთხოვნილება არ არის. ყველას უნდა რომ ცენტრიდან მართოს ეს ყველაფერი, ცენტრიდან არასოდეს ეფექტი არ იქნება. ჩვენ თუ გვინდა შედეგზე ორიენტირებული პროგრამები, როგორც რეგიონული, ისე აგრარული თვალსაზრისით, აუცილებლად უნდა თვითმმართველობა იყოს ამ პროცესებში ჩართულიც და პასუხისგებელიც. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, მე თუ მკითხავ. ბატონო გოჩა, ძალიან მნიშვნელოვან თემებს შევეხეთ და მინდა გკითხოთ ესე. რადგან თქვით და ახსენით, რომ პრობლემაა თუნდაც ყველაფერი შემოტანილი გვაქვს, თუ აქვს ჩვენს ქვეყანას რესურსი, საშუალება ის პირველი ხუთეულის პროდუქცია, რომელიც აუცილებელია ადამიანისთვის, თუ არის შესაძლებელი ჩვენი ქვეყანა თვითკმარი თუ არა 50-50-ზე მაინც მოხერხდეს, ისე რომ ჩვენმა ქვეყანამ აწარმოოს ეს ყველაფერი და აბსოლუტურად 100% სხვა ქვეყნიდან შემოტანა რომ არ დაგვჭირდეს ამ პროდუქციის. რამდენად გვაქვს ამის შანსი? ნუ აი ხორბალზე და სიმინძე გითხარით, ხორბალი ჩვენ შეგვიძლია ავიყვანოთ 50-60%-მდე, თუმცა ამას სჭირდება ძალიან მიზანმიმართული მუშაობა. ჩვენ გქონდა ეს პროცესი, აი დევს კიდეც ჩემი ინტერვიუები ჩემი მეგობარი და კოლეგა დათო გალეგაშვილი კურირებდა კიდევ ჯიშთა გამოცდის ჯგუფი მუშაობდა, რამოდენიმე სხვადასხვა თესლი გამოვცადეთ, ასე ვთქვათ, კახეთში და სამწუხაროდ მე ეს ყველაფერი ან ზოგი გააჩერეს, ზოგი გააუქმეს საერთოდ, იმიტომ რომ ეს კვირიკაშვილის მოსვლის შემდეგ კვლავ გაიმარჯვა იმ ლიბერალურმა ლობმა სოფლის მეურნეობის სამინისტროში და მაგ დარგში, ასე ვთქვათ. ძალიან სამწუხაროა, თუ დღესაც ჩვენ საკადრო პოლიტიკაში ჩავიხედავთ იგივე მაგ სამინისტროში, აღმოვაჩენთ, რომ USAID-ის ფილიალი გახდა სამინისტრო, USAID-დან გამოთავისუფლებული ხალხით არის გატენილი მინისტრის მოადგილეებით დაწყებული, დამთავრებული დეპარტამენტი და ძალიან ბევრი თანამდებობის პირები. მოკლედ საკადრო პოლიტიკა ჯერჯერობით გვაქვს ისეთი, რომ რაიმე ესეთი გადამჭრელი, გადამწყვეტი, მართლა ესეთი გარღვევი სტრატეგია, რაღაცა ესეთი რეფორმატორული, რომ აი ეს გვინდა შევცვალოთ და ვიწყებთ მუშაობას, მსგავსი არაფერი არ არის და მე სამწუხაროდ არც ველოდები, იმიტომ რომ ვიცნობ ყველა ამ ხალხს, კაი ხალხია, პიროვნულად ყველას, ასე ვთქვათ, პატივს ვცემ და კარგი ურთიერთობა გვაქვს, მაგრამ ნუ ისინი ამ სიტუაციაში რაიმე განსაკუთრებულზე ვერ წავლენ, რომ რადიკალურად შეიცვალოს ეს სიტუაცია ხორბალთან მიმართებაში ვსაუბრობ. სამწუხაროა ძალიან, რომ სიმინდის ნაწილიც სულ უფრო და უფრო მცირდება. ნახეთ რა მოხდა ბოლო წლებში ერთწლოვან კულტურებში ჩვენ ჩამოვცდით უკვე ბოლო 2 წელია 200,000 გექტარს. მე შარშან დავაფიქსირე, რომ ისტორიული მინიმუმი მივიღეთ და ჩამოვცდით, როდესაც ჩავიბარეთ ეს პროცესი 2012 წელს 254,000 ჰექტარი იყო და ვაკრიტიკებდით წინა ხელისუფლებას, რომ რატო დავიდა ესე დაბლა ერთწლოვანი კულტურების ნათესი ფართობებიო. ჩვენ იმ 254-ს კი არა 200-საც ჩამოვცდით ქვემოთ. ეს ძალიან ძიმეა ეს პოზიცია, ასე რომ მარცვლეულში და თუნდაც იგივე ბოსტნეულში მე ვერ ხედავ, რომ დღეს ვინმე მზად არის რაღაცა სურათი შეცვალოს, თუმცა პოტენციალი კიდევ ერთხელ ვიძახი, ძალიან დიდია. შეიძლება ამაზე მუშაობა, განსაკუთრებით მე სასათბურე მეურნეობებზე მივაქცევდი ყურადღებას და ამ მიმართულებით ჩვენ შეგვიძლია საკმაოდ ავწიოთ, ესე ვთქვათ, ხილის უпроსორეთ ბოსტნეულის მოყვანის შესაძლებლობები. რაც შეეხება მესაქონლეობას, ნახეთ, ერთ-ერთი მთავარი ხაზი არის მესაქონლეობა, იმიტომ რომ რაც ვახსენეთ ჩვენ ხო ეს პირველი ხუთეული მესაქონლეობაზეა დამოკიდებული ხორციც, მესაქონლეობაზეა დამოკიდებული ცხიმიც და მესაქონლეობაზეა დამოკიდებული რძე-რძის პროდუქტებიც, ხო? ნახეთ, აქაც რა მძიმე სიტუაციაში ვართ. ჩვენ ყველანაირი ანგარიშით შეგვიძლია 1,5 მილიონი
2 მილიონი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი ყავდეს. ეს არის ადრე დათვლაც, დღევანდელი დათვლაც და ასე შემდეგ. გვაქვს 1,800,000 გექტარი საძოვარი და რომელიც არ არის სათანადოდ გამოყენებული, ეს კიდევ დიდი თემაა, მაგ საძოვრების კომისია ჩამოვაყალიბეთ, ამაზე პროგრამაა გაკეთებული, თუმცა ხო გეუბნებით, ნაბიჯი არ გადაიდგა. იმის მაგივრად რომ ჩვენ ყავდეს მართლა გავზარდოთ, ხო? აქაც კლება გვაქვს 900 თითქმის მილიონი იყო დაახლოებით 10 წლის წინ მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, ეხლა არის 740,000. აქაც კლება გვაქვს. იმის მაგივრად რომ ვიზდებოდეთ გვაკლდება. მე რო თქვა რომ აი რაღაცა პროდუქტიული საქონელი ის შემცირდა და რაღაც ესეც არ არის, იმიტომ რომ პროდუქტიულობაზეც რო ვითვლით, აქაც არაფერი განსაკუთრებული ციფრი არ ჯდება, წეგან ვახსენე მე რომ პირიქით იზრდება რძის ყვხნილის და ეს შესქელებული რძის და ასე შემდეგ. თბილისში ყველა ხვდებით რომ 10-დან 9 შემთხვევაში ყველი არის ამ ყვხნილებისგან დამზადებული და ყველა დაკარგა საერთოდ რეალურად ფასი და არც ის მაწონი გავს მაწონს კი ეტიკეტზე აწერია რომ ეს არის აღდგენილი რძისგან, მაგრამ გეუბნებით არც ერთი ნორმალური ქვეყანა ესეთ რძის პროდუქტს თავის ქვეყანაში არ უშვებს. აკრძალულია საერთოდ ესეთი პროდუქტის გაყიდვა როგორც რძის პროდუქტი, იმიტომ რომ ეს შენ გონია რომ აკმაყოფილებს შენ თავს თუ შენ შვილებს და საბოლოო ჯამში ყველაზე მძიმე ბავშვებშია ეს ფარული შიმშილი, როდესაც მიაწოდებავს, გონია რომ დანაყრდა, თუმცა ის ვიტამინი ვერ მიიღო და ის მიკროელემენტები, ხო? ხო, ამიტომ მეხილეობის ნაწილში შეიძლება კონდეს პერსპექტივა გაზრდის და დანერგემომავალი და სხვა პროექტების ზრდის ამ სულ ყველაფერს, თუმცა აქაც უნდა აღნიშნო, რომ ის ეფექტი არ აქვს, არ არის კონტროლი, წარმოდგენა არ გვაქვს ჩვენ ამ ბაღების მდგომარეობის შესახებ, ძალიან ბევრი არის გაფუჭებული, ძალიან ბევრი არის ესე ვთქვათ მიზანს თუ შეცდომილი სამწუხაროდ. ასე რომ პოტენციალი, როგორც ესეთი სამუშაო პოტენციალი დიდია. თუმცა აი ის მონახაზი რომ მე დღეს ოპტიმისტურად ვიყო განწყობილი, სხვა შორის მე შევხვდი მინისტრს ვისაუბრეთ, თუმცა რატომღაც დინჯი კახურიმით არ ჩქარობს ახლა, არ ვიცი რას ელოდება, წელიწად ნახევარი გაიცნო მთელი საქართველო დადის ყველას იცნობს, მაგრამ გადაწყვეტილებებში არ ჩქარობს. ქონდა ჩვენ საკმაოდ საინტერესო საუბარი, ძალიან საინტერესო კაცია, მე დიდი ხანია ვიცნობ დავით და მაგრამ აქ ეთყობა ცოტა რაღაც გაბედული ნაბიჯების გადადგმა საჭირო და ყველა ერიდება ამ სულ ყველაფერს. მე ხშირად ჩემ გადაცემაში ან სტუმრად რო ვარ, ხო, ვამბობ ხოლმე რომ აი საზოგადოება უნდა გამოფხიზდეს, საზოგადოებრივი დაკვეთა უნდა იყოს. რომ ხალხო მივხედოთ ეს რეალობა არ გვაწყობს, ეს რეალობა შესაძლებელია. მიიღეთ გადაწყვეტილება. და ხლა მარტო ერთი გოჩა ან თქვა 20 სხვა ადამიანი თუ ამაზე ილაპარაკებს, როგორც ხედავთ ეს საკმარისი არ არის. საზოგადოებაში უნდა გაჩნდეს ის, რომ რატო არ ვაწარმოებთ ჩვენ თქვათ აი ჩვენ პროდუქციას იმ რაოდენობით, რა რაოდენობა ჭირდება საქართველოს დაისვას ეს საკითხი. გააკეთოს ანგარიში, სხვათა შორის ყველა ესე ვთქვათ ისეთი გამჭვირვალე პლატფორმა კი არა, საზოგადოებრივი პლატფორმაც ჩაკარგეს, იქ იყო ადრე საზოგადოებრივი კომიტეტი, სხვადასხვა პლატფორმა ურთიერთობის ჩაიკეტა ეს ყველაფერი, მათ შორის მე სოფსმენობის აგრარულ აკადემიაშიც ვარ და იქაც ეს კონტაქტი ყველანაირად ესე ვთქვათ დაბრკოლებებია და არ უნდათ, თუმცა აკადემიას წესით უნდა უკვეთავდნენ და იქ შემსრულებელი უნდა ყავდეს იმ პროგრამების, იმიტომ რომ შენ თან პროგრამას წერდე ძალიან პრიმიტიულს და ძალიან არაფრის მომცემს და შენვე ასრულებდე და იმის ანგარიშიც არ გქონდეს, ხო? მე მგონი, რა ვიცი, ამდენი ხნის განმავლობაში უნდა მიხვდნენ, რომ რატო იყო იქ საგეგმო კომიტეტი სხვა იყო, აღსრულება სხვა იყო, ზედამხედველი სხვა იყო. ამ პროცესში ძალიან სერიოზული მართვა ჭირდება. აი ხლა მე იმ შეფასებითი ანგარიშის სისტემებს რომ ნახულობ, ხო, საოცარი კომბინაციებია. ბრიტანეთი გამოირჩევა ძალიან ესე ვთქვათ განსაკუთრებული გამჭვირვალეობით. არის ევროპის ქვეყნები,
და ევროპის ქვეყნებსო თავი დავანებოთ ბელორუსიაშია ესეთი მართვის აბა ერთი შენ კაი ბიჭი ხარ და რაღაცა გაგ იერარქიულად ყველას აქვს ჩაბარებული და დადის ის კაცი და ყველას თხოვს პასუხს. აქ თუ არავინ არავის არაფერზე არც დავალება მიცად, არც პასუხი მოთხოვა, სულ ჩავრჩებით ამ მდგომარეობაში. აი რატომღაც ეს კარგ ტონად ითვლება, რომ აი მიუშვი და თვითონ იცის ყველაფერი. აი ამ ლიბერალური პარადიგმიდან ეს ქვეყანა თუ არ გამოიყვანეთ, ჩვენ თუ ეს ლიბერალები და ლიბერალიზმი არ მოგწონს პოლიტიკაში და იქ ლანძღავთ ამ ხალხს, მაშინ ამათი წარმომადგენლები ეკონომიკაში რატო ყავს? ამ არასამთავრობო სექტორი თუ გავლანძღეთ და მართლა არაფრის გამკეთებლები არ იყვნენ, პირველი სერიოზული შეჯახებები მე მიწევდა 2015-ში, 16-ში განსაკუთრებით და დღეს ეს ხალხი იმაში ყავთ, რა ქვია, ხელმძღვანელობაში დაასაქმეს, იმიტომ რომ სხვა ადამიანების ზოგის ეშინიათ, ზოგის ერიდებათ, ზოგის რაღაცა სხვა კომპლექსები აქვს და ამ ადამიანებს ყველას პატრონი ყავთ. ის ხალხი ერევა. რამოდენიმეჯერ იყო მცდელობა რომ რაღაცა მიმართულებით, როდესაც მე მთხოვდნენ რომ აი ამ საკითხზე ამ იმას და მე საბოლოო ჯამში აღმოჩნდებოდა რომ იქ სავალუტო ფონდიდან ვიღაცამ დარეკა და იცით დაჭირდათ ეს კადრი. იქიდან დარეკა თქვათ მუდმივად, რა თქმა უნდა ეს USAID-ს თავის განსაკუთრებულად დიდი ლობი ყავს. ხოდა ჯერ ერთი ამდენი ხანი ვიძახით რომ შევისწავლოთ ეს პროგრამები. Tore ძალიან მართლა დიდი ფულია დახარჯული. ოღონდ როგორ არის იცით ეს ფული დახარჯული? აი რაღაცა კასტას, რაღაცა ჯგუფს, რაღაცა თავისი სივრცე შექმნეს, ერთმანეთს დაურიგეს ეს, იმ სივრცეშივე შექმნეს რაღაც ასოციაციები და აი ერთ წრეზე იტრიალა ამან და ესე იყო ჩაფიქრებული რომ ეს არც სისტემური უნდა ყოფილიყო, არც რაღაც კომპლექსური უნდა ყოფილიყო, ამას დარგი არ უნდა შეეცვალა და სიტუაცია არა, ამას უნდა კონკრეტული ადამიანები გაეძლიერებინა თუ გაემდიდრებინა და ეხლა აქედან გვაძახებენ რომ თქვენზე მილიონები გვაქვს დახარჯული ამ ხელა ფულიო. და სულ ვიძახი, სხვა შორის მე და დიმა ლორთქიფანიძე ამასთანავე გადაცემაში ვთქვით რომ აი ამ დებატებში ხო არის სულ ამ არასამთავრობო იმაზე და ეხლაც გვაწვევიან რომ ამოიღეთ გააუქმეთ ეს კანონი ხო დაგვიძახეთ და ადრე მე და ირაკლი გოგავმა ვთქვით სხვათა შორის გამოვაცხადეთ ეგეც რომ ჩვენ მზად ვართ რომ აი რეგიონულ ნაწილში აგრარულ ნაწილში დაუждეთ იმ ჯგუფებს ვინც იყვნენ და არიან ამათი ლობისტები და გავარჩიოთ სად რა როგორ მორჩა როგორ დაიხარჯა და რა შედეგი მივიღეთ ხო ხო ამას თუ არ გავაკეთებთ ჩვენ დღევანდელ სიტუაციაში თუ ხელისუფლება არ გადადგავს ისეთ განსაკუთრებულ ნაბიჯებს ამ კუთხით ხო დაინახა ყველამ რომ ამ ფასების ნაწილში ვერაფერი ქმედითი ვერ გავაკეთეთ ხო რატო ვერ გავაკეთეთ იცით იმიტომ ეკონომიკურ პროცესებს ვერ მართავთ მე მუდმივად ვიძახი ხოლმე რომ პრემიერის ინსტიტუტს სჭირდება ძალიან სერიოზული გაძლიერება პრემიერის ინსტიტუტი ეხლა არის ზოგადად სამინისტროებზე დამოკიდებული რაღაც კოორდინატორის როლს ასრულებს თუმცა თუ იქ იქნება ძალიან ძლიერი აი თუნდაც ის ანალიტიკური ჯგუფი რომელიც ამ პროცესებს ყველა სამინისტროს მოქმედებას სწორედ შეაფასებს და სწორედ იქნება დავალება გაცემული სწორედ იქნება დავალება მოთხოვნილი და არა ის რომ თქვათ ყველა ფიქრობდეთ ამ შემთხვევაში ხელისუფლება ფიქრობდეს როგორ წარმოადგინოს ლამაზად, როგორ აჩვენოს მოსახლეობას რომ მუშაობს. არა მე შედეგი მინდა და შედეგს ჭირდება კვალიფიკაცია, შედეგს ჭირდება სწორედ საკითხის დაყენება. არის პრობლემა მიწის პარცელაცია ქვეყანაში და ეს პირველ სტრატეგიაში გვეწერა ჩვენ, რომ ფერმერის სტატუსი უნდა განისაზღვროს, მიწის პარცელაციის საკითხი გადაწყდეს, დავჭრეთ და რამოდენიმე სცენარი ქონდა მაშინ დამუშავებული, გეუბნები და რამდენი წელი გავიდა უკვე და მიუშვეს ეს პროცესი, ვიდრე არ არის მათი საქმე. თუ ეს საკითხი არის მთავარი პრობლემა და ამაზე უნდა დაშენდეს მერე სწორი პროგრამები, ამაზე უნდა დაშენდეს ეს ჰოლდინგური კომპანიები იქნება, კოოპერატივები იქნება თუ კლასტერები იქნება, ხო? რა თუნდა ამას დიდი ფილოსოფია გაიხედონ წარმატებულ ქვეყნებში, რა გააკეთა ისრაელმა, რა გააკეთა ჰოლანდიამ, როგორ მუშაობს ეს გერმანიაში და მიხვდება ყველა რომ სისტემური, სტრუქტურული და ორგანიზაციული ფორმის განლაგების გარეშე
ეს პროცესი ვერასოდეს ვერ შეიცვლება. ესე იქნება მოჯადოებული ის და გეუბნებით კიდევ ერთხელ ბენდუკიძეს ჰქონდა გათვლილი რომ ამას კი დაურიგებთ ახალს, მაგრამ მე მივაგდებთ ისე და რომ მიაგდებ ამ ადამიანს, მე მეორე მყიდველი მოვა და გამოართმევს, მე მესამე მყიდველი, აი მესამე მყიდველია ვირთაგვაჭამიაო იმაში როა. აი ის მყიდველი, რომელიც ამაც უყველას გადაყლაპავს, ის გააერთიანებს, ეს ქონდა ჩადებული. რახან ეს თემა ჩაუვარდათ და აქ ძირითადად უცხოელებზე იყო გათვლილი, ეს ხო უნდა ყოფილიყო რაღაც სინგაპური, ხო? აქ ეს ქონდა თავში ჩადებული. რახან ის მოდელი გაფუჭდა და ის პრივატიზაცია, ისთვისაც გააკეთეს, სქემატურად შეიცვალა, ხო? მაშინ ახლა ეს ადამიანები საკუთრებაში რომ მივეცით ეს მიწები და კი აქვთ მიწა, მაგრამ თან აქვთ და თან არა აქვთ. მაშინ მექანიზმია მოსაფიქრებელი სასწრაფოდ, როგორ მოხდეს ამ მიწების სწორი ეფექტიანად გამოყენება. რა ტიპის სტიმულირება ჭირდება ამ პროცესს. აი ეს არის მთავარი და როდესაც ამ კუთხით არ არის არანაირი ძრა, ხო? ნუ აი ძალიან ძნელია ახლა რომ იყო ოპტიმისტი, მე საერთოდ ძალიან ოპტიმისტი ვარ და მუდმივად ვეძებ გამოსავალს, არასოდეს არაფერი არ უნდა გაჩერდე, ერთ კარებს დაგიკეტავენ, მეორე უნდა გააღო ამ თემაში რომ რაღაცა არ გამოდის, ახალი უნდა მოძებნო, ბევრი სცენარი უნდა განიხილო, ასე ვთქვათ, ეს არის და ზოგადად როდესაც შენ ესე მუშაობ, როდესაც მეცნიერებაში ხარ და კვლევაში ხარ, ხო? რა თქმა უნდა, კონსტრუქციულად კრიტიკული უნდა იყო მუდმივად, თუ ვიძახე მე რომ ყველაფერი კარგად არისო, კი, გაუხარდებათ ახლა იმათ და ორ ხელს ჩამომართმევენ, მაგრამ ამით რამე შეიცვლება ამ ქვეყანაში. ყველა გულშემატკივროთ რომ რაღაცა შევცვალოთ უკეთესობისკენ. თან ნახეთ ახლა მსოფლიოში რა ხდება. სასურსათო უსაფრთხოებით დავიწყეთ, ხო თემა? სასურსათო უსაფრთხოებამ გაიარა რამოდენიმე საფეხური. აი თეორიაში ესეა, ავტარქიული რეჟიმიდან, როდესაც ასე ვთქვათ, ავტარქიულ თვითმმართველობით ეძახდნენ და თვითონ იკმაყოფილებდნენ გარკვეულ ლოკაციაში მაცხოვრებელი ხალხი, ნელ-ნელა პროცესი შევიდა, მერე გაჩნდა კოლონიური სისტემა, როდესაც სხვა ქვეყნებმა, ასე ვთქვათ, შევიდნენ, დაიპყრეს და ამათ წამოიღეს იქიდან პროდუქცია, კაბალა დაადეს, რომ აქედან უნდა ეზიდათ თავის ქვეყანაში, მერე გახდა ეს სისტემა, ასე ვთქვათ, მიღებული მსოფლიოში და აი სადღაც პირველი და მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, განსაკუთრებით მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ნელ-ნელა დაალაგდა საერთაშორისო ხელშეკრულებით, გზები გაიბა და ეს მიწოდების რეჟიმები პასუხისგებლობა რაღაცნაირად დაალაგეს ერთმანეთში. აი მეოთხე ეტაპი უკვე ითვლებოდა, როგორ იცით, რომ ინფრასტრუქტურულად დაალაგებულია, ლოჯისტიკურად აწყობილია, ეს ქვეყნები ერთმანეთთან ხელშეკრულებით არის, VTO მუშაობს, ყველაფერი, მაგრამ მეოთხე ეტაპზე, აი სადღაც მე-20 საუკუნის ბოლოს და 21-ის დასაწყისში გაჩნდა ეს პროდუქცია ბიოლოგიურად სუფთა, ეს ნუტრიციულად საინტერესოა, უკვე დაიწყეს აი მწვანე პროდუქციაზე და ჯანმრთელ პროდუქციაზე საუბარი. და ეხლა უკვე მე მამას მეხუთე ეტაპს უკვე ვიძახი რომ მეხუთე ეტაპი მოვიდა. ეხლა არის ფაქტიურად მესამე მსოფლიო ომში ვარ, დიდი გადანაწილება. დღეს უკვე უნდა გაერკვე, შენ თუ პირობითად რუსეთთან ომს იწყებ და რუსეთი გიკეტავს შენ ამ წეგან რაც ვახსენეთ, ხორბალია, ხორცია თუ ასე შემდეგ, ხო? შენ უმძიმეს მდგომარეობაში ვარდები, ხო? უკვე ამ დროს ლოჯისტიკურად სხვა ქვეყნებთან ძალიან დამძიმდა ეს სიტუაცია. ესე იგი, აბსოლუტურად ახალი მოცემულობა გვაქვს. სხვათა შორის, ჩვენ ყველა ქვეყანასთან აი ხშირად აქვეყნებენ იმპორტ-ექსპორტის ბალანსებს. ყველა ევროპულ ქვეყანასთან გვაქვს უარყოფითი ბალანსი და ძალიან დიდი უარყოფითი ბალანსი, აი 80-20-თან. ჰოლანდიასთან, გერმანიასთან, საფრანგეთთან, იტალიასთან, ესპანეთთან, თურქეთთანაც გვაქვს ძალიან უარყოფითი ბალანსი და ამდენი რაღაცა შემოგვდის რუსეთიდან და გაგიკვირდებათ მაინც დადებითი ბალანსი გვაქვს. ესე იგი 24 წელს 624 მილიონის გავყიდეთ და 540 მილიონის მოყვიდეს იმათ. ესე იგი იმპორტ-ექსპორტის ბალანსში მაინც დადებითი ბალანსი გვაქვს. და როდესაც შენ ევროკავშირთან გაქვს ეს საოცარი ხელშეკრულება და მთელი შენი ექსპორტი არის მთელ ევროპაში 180 მილიონი და მარტო რუსეთში გაქვს 624 მილიონი, თითქმის 4-ჯერ მეტი, ხო? ნუ გასაგებია რომ თემატურად, ლოჯისტიკურად, ცნობადობის თვალსაზრისით დღეს ღვინის გაყიდვა, იგივე მინერალური წყლების გაყიდვა თუ ლიმონათების გაყიდვა
არ არის ადვილი ამბავი მსოფლიოში, სავსეა ყველა ქვეყანა და არ არის ცნობადია შენი პროდუქცია. სხვათა შორის კვლევა გააკეთეს, რომ რატო არ იმუშავა ამ ევროპასთან ამ ღრმა და ყოვლისმომცველი ხელშეკრულებით მოცემულმა პირობებმა DCFTA-ს რო ეძახით და ჩემმა მეგობრებმა გააკეთეს ძალიან კვალიფიციურმა ეკონომისტებმა და აღმოჩნდა, რომ დისტანციური მანძილი, კულტურული ამბები, ცნობადობა პროდუქტის, ეს ინსტიტუციური თანხwebdriver და თემატიკა თითქმის ყველა ინდიკატორით, რომელიც კი იყო კვლევის და წააყენეს, ხო, ყველაფერში მივიღეთ დაბალი ქულა. იმიტომ რომ ერთის ხრივ კარგია, ამას ვიზავთ, იმას ვიზავთ, მაგრამ მოუმზადებელი იყო, ჩვენც მოუმზადებელი ვარ და სამწუხაროდ მე პრეტენზია მაქვს ხოლმე მათთან, როდესაც საუბრობთ ამ ჩვენ პარტნიორებთან, მათ არ მოინდომეს ჩვენი სწორი სისტემური განვითარება. არ მათ მოინდომეს ზუსტად აი ესე ფრაგმენტულად რაღაცა მიმართულების განვითარება, სურსათის უნებლობის კუთხითაც კი ბევრი დახმარება იყო, მაგრამ დღეს მაინც არ არის სურსათის ეროვნული სააგენტო, თქვათ, სრულყოფილი სტრუქტურა, ძალიან ბევრი პროგრამა, რომელსაც ელოდებოდნენ ჩვენები, მაინც ვერ მიიღეს ისე. ამიტომ თლიანობაში ხო დღეს ჩვენი სოფლის მეურნეობა არ არის იმ დონეზე, რომ ჩვენ რაღაცით განსაკუთრებულად თავი მოვიწონოთ. კიდევ ერთხელ, რა ფული ჩვენზე დახარჯეს, გააძლიერეს თავისი წარმომადგენლები აქვს, თავიანთი ესე ვთქვათ, კლასტერი თუ თავიანთი ჯგუფები, ეს ყველაფერი ციფრობრივად, თემატურად, რეგიონებში ყველანაირად დადასტურებული თემა, ეს არ არის რაღაცა იმან მომიყვა ან ამა, ყველას რა თქმა უნდა სათითაოდ ყველას ვიცნობ, ვინც არიან იქ ჩარეულები და რას აკეთებენ და რა ასე ვთქვათ, რას ემსახურებიან ზეპირად ვიცით, მაგრამ ამის გამკითხავი, ამის მომკითხავი, ან ამის შემფასებელი დღეს არავინ არ არის და კიდევ ერთხელ, აი ხელისუფლებას ხან მე და ირაკლი გოგავამ შეუთვალეთ, ხან ამ ბოლო დროს ერთი თვის წინ მე და დიმა ლოთქიფანიძე ვიყავით კიდე დებატები რო დაიწყო და ვთქვით, რომ აი ამ ნაწილში მზად ვართ, რომ აი ხელისუფლებასთან ერთად ეს გავარჩიოთ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ხო? აი რატო ვიძახი ეს ამ საკითხებს, თეკლა, თუ ჩვენ ესეთ საკითხებში ღია დისკუსია არ გვაქვს, თუ ჩვენ ვერ დავინახეთ ჩვენი შესაძლებლობა სამომავლო, თუ საზოგადოებაც იქნება ძალიან ინერტული, ხო? აი რატო გონია საზოგადოებას, რომ ადამიანები რომ მუშაობენ იქ, ესე უნდა მუშაობდნენ და სამსახურში იარონ და შედეგი არავინ არ უნდა მოთხოვოს. ვიღაცამ უნდა მოთხოვოს ეს შედეგი და არ თხოვს ის ვიღაცა. საზოგადოება რატო არ თხოვს? და საზოგადოება რატო არ ითხოვს და რატოა თქვათ ესეთი ინერტული ის და რატო გონია რომ ეს ესე უნდა იყოს? მახსოვს ერთხელ TV1-მა ღარიბაშვილს ძალიან ცუდი სიუჟეტი გაუკეთა და იქ მეზობლის ქალს კითხეს, რომ აი იცით რომ აი ეს რაღაცა კორუფცია, რაღაცა ის არის და აი უნდოდა რომ იმას ეთქვა, რომ ხო, აი თუნდაც რაღაცა სახლი გაიფართო ან კორუფცია და უთხრა იცი იმ ქალმა. ძალიანაც კარგიო, მე რო ვიყო მეც ისე გავაკეთებდიო. აი ეს არის ჩვენი საზოგადოების გამოძახილი. ყველა ფიქრობს რაღაცნაირად მოერგოს ამ სიტუაციას. რაღაცნაირად ვერ გძნობთ, რომ სახელმწიფოა ასაშენებელი და ასაშენებელია ეს ქვეყანა. არავინ არ იფიქროს, რომ აქ რაღაცა ეს ჩამოყალიბებული სისტემა. ჩვენ არა გვაქვს ეს ეკონომიკა არ არის ზრდასრული და ჩამოყალიბებული თავისი სექტორები და ძალიან მყიფეა ეს სიტუაცია. უცბად შეუძლიათ, რომ აი ყირაზე დაგვაყენონ თავის მონეტარული პოლიტიკით დაწყებული ამ საბანკო პოლიტიკით დამთავრებული ნებისმიერ თემაში და ნებისმიერ სექტორში. ამიტომ შრომაა საჭირო, მეტი ფიქრია საჭირო და მეტი პასუხისგებლობა მე ამის თქმა მინდოდა. ბატონო გოჩა, კომენტარებშიც იყო შეკითხვები და სანამ ამ კითხვამდე მივალ, მანამდე მინდა გავიხსენოთ, მახსოვს მე თქვენთან ვიყავი მოსული როგორც კორესპონდენტი, უნდა ჩამეწერეთ და იყო სასაწყობე პირობებზე გქონდა საუბარი და მახსოვს როგორ ამიხსენით დეტალურად და ძალიან საინტერესო იქნება მაყურებლისთვისაც რომ მოხსნათ. დაუშვათ იწყება კრიზისები
და თუ გვაქვს იმის რესურსი, ჩვენმა ქვეყანამ დიდი რაოდენობით შემოიტანოს, თქვა, აუცილებელი პირობა, რაც არის პირველი ხუთეულის პროდუქცია, სასაწყობე პირობები თუ აქვს საიმისთვის, პურის ფქვილი იქნება ეს თუ ხორბალი იქნება, აი ამ კუთხით რა მდგომარეობა გვაქვს ქვეყანაში, მე ვიცი და ძველებისგან, უფროსებისგან გამიგონია, რომ იყო კომუნისტების პერიოდში დალაგებული ეს ყველაფერი და სასაწყობე პირობით თვეების განმავლობაში 1 წელი, წელიწადნახევარი შეეძლო სახელმწიფოს შენახული მარაგებიდან რაღაც წილის გამოყენება საიმისოდ, რომ ფასი აი უცებ არ ავარდნილიყო, ფასნამატი უცებ არ მომხდარიყო და საზოგადოებისთვის ცოტა შეხიდება მოხერხებულიყო. სასაწყობე პირობებზე რა მდგომარეობა აქვს ეკონომიკის კუთხით ჩვენ ქვეყანას, თუ არის საშუალება რაიმე წინასწარ, თქვათ, რეზერვი მოიმარაგო. ხო, ნუ ეგ საზოგადოების უკვე ფართოფენებმა იციან, რომ ის რეზერვი, რომელიც კომუნისტების დროს ეძახდნენ რეზერვებს და შესაბამისი შენობებიც იყო, ეს წინა ხელისუფლებამ ჩათვალა. ცოტა ისე გამომდის, ახლა მე არ ვარ პოლიტიკოსი და არც მაქვს ასე ვთქვათ პოლიტიკური პრეტენზიები, მაგრამ მაგიტომ არ მოგყვებით ხოლმე მაგ თემებში, მე მინდა ეკონომიკურად ხსნით თქვენ და ამიტომ საერთოდ არ გეჩრებით ზედმეტად. მინდა რომ ეკონომიკურად გაშაოთ ეს საკითხი როგორ არის. უბრალოდ მიწევს ხოლმე რაღაცნაირად იქით კენჭების როლა, მაგრამ ნუ ფაქტია, რომ მათ ჩათვალეს ეს რაღაც ზედმეტ კომუნისტურ წარმონაქმნად და ძალიან ბევრი ისეთი ტრადიციული საწყობი, რომელიც იყო ადრე, ძალიან ბევრი გაუქმდა, ძალიან ბევრი გაიყიდა. თუმცა თუ ჩვენ ესე მივყვებით ახლა საცავებს, იგივე ხორბლის და ჩვენს წისქვილებს, ხო, აქვს საკმაოდ შესაძლებლობები, რომ გქონდეთ რამოდენიმე თვის მარაგი. და ეს ჩემი ყოფნის პერიოდშიც იყო შეხვედრებით, ათვირები და ეს ვალდებულება მათ აქვთ. ამ ნაწილში ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ თუ რაიმე საფრთხე გვექნება, შესაძლებელია სწრაფად შემოვიდეს ხორბლის დიდი პარტიები და ასე ვთქვათ, ეს დასაწყობდეს და ეს მარაგი შეიძლება 6 თვიანი მარაგის და უფრო მეტი მარაგიც იყოს შექმნილი, ანალოგიურად სხვა მარცვლეულიც, ამ მარცვლეულის ნაწილში არ არის ეს პრობლემა. არც ხორცის თემა, ასე ვთქვათ, დიდი პრობლემა, აქაც შესაძლებელია. აქ ნახეთ, თვითონ შენახვა, თვითონ საწყობები, მათ შორის ხილის, ბოსნეულის, ყველაფრის შენახვა შეიძლება ძალიან ბევრი ფული გვაქვს გასროლილი ჩვენ და ძალიან ბევრ რეგიონში გვაქვს ეს ყველაფერი შექმნილი. აქ საუბარია იმაზე, რომ ჩვენ თვითონ ჩვენ კი არ შემოვიტანოთ ეს ყველაფერი, ჩვენ თვითონ შევქმნათ აქ. ეს არის მთავარი ამოცანა და რომ შეიქმნას რაღაც დაბრკოლება და მართლა რომ მოხდეს რაღაცა მსოფლიოში, ხო ჩვენ ხო არ ვართ გარანტირებული რომ მაინდამაინც იმპორტზე შემოვიტანთ ამას ყველაფერს. ჩვენ შეიძლება ისეთი ბოდიში ამ გამოთქმაზე ნაგავი პროდუქცია შემოგვაჩეჩონ თუ მართლა მოხდა ძალიან მართლა დამძიმდა, ხო იძულებული გავხდეთ. რატო? როდესაც ჩვენ შეგვიძლია ეს რაოდენობა და ეს მარაგები აქ კონდეს და თან წერან იმიტომ ვახსენე ეს მე-6 ახალი ფაზა სასურსათო უსაფრთხოების, რომ იმდენად მყიფე გახდა მსოფლიოში ეს მდგომარეობა, კაცმა არ იცის საერთოდ მოუკიდებენ, ესე ვთქვათ, სად გააჩენენ ხანძარს და საიდან რა პრობლემა შეიძლება შეიქმნას. ამიტომ მაგ ნაწილში რომ ეს მარაგები არსებობდეს, მაგაზე სპეციალური თავრობის თავმჯდომარე იყოს ამით დაკავებული და ზუსტად იცოდეს, რომ მოვიდა ეს საფრთხე შეიძლება არ არის დღეს ხილული, მაგრამ ნებისმიერ მომენტში შეიძლება დადგეს, ხო? ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანია რომ მათ ეს, ასე ვთქვათ, სპეციალური ჯგუფი ყავდეთ და ის აკონტროლებდეს მუდმივად ხორბლის რაოდენობასაც და სხვადასხვა საწყობებში, სხვადასხვა ხორცი იქნება თუ სხვა პროდუქცია ამ მარაგების, ასე ვთქვათ, მოძრაობას. ამის პარალელურად ჩვენ ალბათ უნდა გქონდეს ისეთი სამთავრობო პროგრამა დემოგრაფიასთან დაკავშირებით. ეხლა გამახსენდა ამას წინათ ჩვენ გვაქვს ხოლმე ეს თქვა გარკვეული კონსულტაციები, ჩართვები და აი დემოგრაფია, რომელიცაც ვაბავთ ზუსტად იმ კონკრეტული რეგიონების განვითარებას, აქ სასურსათო
პროდუქციის, ასე ვთქვათ, შექმნაზეც არის საუბარი, ახლა ადამიანებს, რომელსაც ერთი ადგილიდან მეორე ადგილას დაასახლებ და შექმნი ესეთ ლოკაციებს, იქ უნდა შეუქმნა ძალიან სერიოზული პირობები, რომ მან და დაეხმარო კიდეც რომ შექმნას პროდუქცია. იცით თქვენ ახლა რომ ჩვენ ძალიან ბევრ რეგიონში მოსახლეობა ძალიან შეგვიმცირდა და სპეციალური პროგრამა რომ იქ ადამიანები გაუშვა, დამაგრდეს და ისე კი არა იმის IAP-ის სესხი პროგრამა და ვინ რას როგორ ხმარობს ამ IAP-ს და სახელმწიფო იხდის ყოველთვის ვიღაცის პროცენტების მილიონებს და კაცმა არ იცის თქვათ რეალურად რაზეა დაჭერილი ის რა ფოკუსია, რა მიმართულება ვითარდება, ან რა შედეგი გვაქვს, ხო? უფრო მეტად მიზნობრივი პროგრამები უნდა გაკეთდეს და ესეთი ტიპის ჩასახლებები, ესეთი ტიპის ლოკაციური გაძლიერება, ესეთი ტიპის მიზნობრივი პროგრამა, რომელიც შესაძლებლობას მოგცემს, რომ პროდუქცია შევაქმნევინოთ ამ ადამიანებს და შემდეგ იქ ადგილებზე შექმნილი პროდუქცია და ჭარბი პროდუქცია, რატო არ არის კიდე ჩვენს რეგიონებში აქტიურობა და ჭარბი პროდუქცია, იმიტომ რომ მათ უჭირთ რეალიზაცია. აქაც სახელმწიფოს აქვს უდიდესი საშუალება, ახლა რას მინდა საიდან მოუვარე და მინდა მივაბა იმას, რომ სახელმწიფო შეუძლია გააკეთოს შესყიდვები და ამას აკეთებენ ძალიან ბევრი ქვეყნები. ეს არის თან რეზერვის და თან ნებისმიერ დროს შეგიძლია იმოქმედო იმ საფასო პოლიტიკაზე, რომელიც ჩვენს ქვეყანაში აი ბევრი ბერკეტია ეკონომიკური იმისთვის, რომ შენ შეგეძლოს ფასზე ზეგავლენა მოახდინო. მაგრამ ისე ვერ მოახდენ ზეგავლენას მოდულში თუ დაიბარე, ან სადღაც პოლიციაში წაიყვან. მასე ვერ აქ იყო ბატონო გოჩა ერთი შეკითხვა. ხორბალთან დაკავშირებით ის რაც აქვს ქართველ გლეხს იმასაც რომ ვერ უხერხებს რეალიზაციას, აი იქ რა პრობლემაა და რა პრობლემის წინაშე დგას, რატომ ჭირსო ქართველი გლეხისგან გაყიდვა ხორბლის. და ძალიან ისეთი კითხვაა და თუ კი აი ზუსტად გულმა გამიგო და რამის დავიწყე მაგას ლაპარაკი რომ ხო, ნახეთ აქ რა ხდება ჩვენთან რეალურად იმ ხორბლის მოყვანა არ არსებობს არანაირი ხელშეწყობი პროგრამა თუ ამ IAP-სესხს მიტყვით, მაგრამ ეს IAP-სესხიც თქვათ მაინც არ არის ის IAP სახელმწიფო შეიძლება ამან გამოყოს 18-20%-ად სესხი და სახელმწიფომ დაფარვოს 8-9% და ამისთვის მაინც 11-12%-ია და ამ დროს ევროპაში, თურქეთში და ყველგან არის 2-3%. შეიძლება 20%. IAP-სესხს ეძახით, მაგრამ მაინც ორჯერ მეტია ის პროცენტი, ხო? ეს ერთი რომ ძვირი ფული გვაქვს. მეორე რომ ძალიან მიშვებულია ამ სასუქების და შხამქიმიკატების ბაზარი. აბსოლუტურად მიშვებულია და თავისუფალია და ძალიან გააძვირეს და ძალიან ძვირი უჯდება. მოკლედ ფერმერს ხორბლის მოყვანა საკმაოდ ძვირი უჯდება. ხორბლის მოყვანას და ხორბალს ძალიან დაბალი მარჟა აქვს მოგების და ესე იყო ყოველთვის. და რა თქმა უნდა ცდილობს რომ რაც შეიძლება მაღალ ფასში გაყიდოს. ამ დროს რუსეთში ვიღაცას აქვს 5000, 10000, 25000 ჰექტარი. იქ გაცილებით IAP უჯდება და საბოლოო ჯამში რუსეთიდან შემოტანილი ხორბალი ჯდება უფრო IAP ვიდრე საქართველოში მოწეული. აქაც ეს კახეთის მიწები ვიღაცას აქვს 11 გექტარი, 12 გექტარი, 4 გექტარი, 18 გექტარი და ეს მასივები დაყოფილია სათითაო დაატარებენ ტრაქტორებს, მუდმივად პრობლემაა კომბაინი, ხშირად არის ხოლმე რომ ვერასწრებენ დროულად და ძალიან ბევრი მოსავალს ნაწილიც ეკარგება, ესეც მოუწესრიგებელია. კიდევ იმ მიწის პარცელაციის პრობლემასთან მივედით, იმიტომ რომ თუ შენ ხარ ფერმერი და გაქვს საკმაოდ ხორბალი მოყავს, შენ კომბაინი უნდა გქონდეს. იმიტომ რომ თუ შენ ელოდები და რიგში დგეხარ ამ კომბაინებზე, მე გაწამებული ვიყავი ხოლმე და ძალიან ბევრი სერიოზული ხალხი მთხოვდა რომ იქნებ ჩაერიოთ და კომბაინი და ყველას უნდა ერთდროულად კომბაინი და ამ დროს არ არის ეს კომბაინი და როდესაც იცდის, ხო და ერთი კვირა რომ მოვაცდევინებ და 10 დღე მე ან წვიმა მოდის და მოსავალს კარგავენ, ხო? ასე რომ საწყობი, კომბაინი და ეს ყველაფერი ფერმერებს უნდა გქონდეთ. ოღონდ ამ ფერმერს 17 გექტრიანს ვერ ექნება ვერც კომბაინი და ვერც საწყობი. ეს უნდა მასივების მიხედვით იყოს გაერთიანებული და თუ გაერთიანდებიან ტექნოლოგიასაც
ტექნოლოგიაშიც ფულს დახარჯავენ და უკეთეს მოიყვანენ. სასუქსაც მიცემენ ისე როგორც არის, მოვლა პატრონობაც ექნებათ, საწყობებში შეინახავენ და გაცილებით შეამცირებენ თვითღირებულებას. ნუ დღევანდელ სიტუაციაში თუ შენ კონკურენციას ვერ უწევ, თუნდაც რუსეთში მოყვანილს, ხო? რა თქმა უნდა, ყოველთვის შენთან არავინ არ მოდის და გამზადებულია ეს სისტემა და მერე სახვეწარი ხდება ხოლმე, რომ ჩვენი ხორბალი ვიღაცა მიყიდოს. თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ მეხორბლეებს უნდა ინტერესი გაუჩინოთ, მე ვთვლი, რომ სახელმწიფომ აი რაც წეგან თქვენ თქვით, რომ უნდა მოხდეს თუ არა დარეზერვება და დასაწყობება, ეს ქონდა ჩვენ ადრეც გეგმაში და ვიძახდით, რომ რაც კი მოდის ჩვენთან, დავაფიქსიროთ ისეთი ფასი, რომ ფერმერი იყოს მოგებული, სხვა შორის ევროპაში გავრცელებულია ფერმერების შემოსავლებს ითვლიან. როგორც კი ხედავენ, რომ ფერმერს შემოსავალი შეუმცირდა, მაშინვე აყავთ იქამდე, ეს დაწესებულია მინიმალური ზღვარი, რომ მან ინტერესი არ დაკარგოს და კვლავწარმოებისთვის ფული კონდეს. ის რომ რაც გინდა ისქენი და კისერი გიტეხია, ესე არავინ არ იქცევა მთელ მსოფლიოში. ეს არის ყველანაირად მოსავლელი და მოსაფერებელი ხალხი. ოღონდ ეს ხალხი უნდა აცნობიერებდეს, რომ თუ სახელმწიფო თulis, რომ აი ეს ეკონომიკური მექანიზმი, აი ესე უნდა გაერთიანდეს, აი ეს არის შენი სტიმულირება, ოღონდ შენ გექნება ეს პასუხისგებლობა, აი ეს ტექნოლოგია უნდა იხმარო, აი ამ მიკვლევადობის სისტემაში უნდა იყოს ჩართული, ისიც უნდა წამოყვეს ამ სიტუაციაში. მაგრამ ჩვენთან როგორ არის, იცი? არც გეხმარები, არც არაფერს არ აქვს ხო? და ვართ ესე დისტანციურად ერთმანეთს შორიდან უყურებთ და შედეგი არ აქვს და საბოლოო ჯამში მე ის ადამიანი იმას კი მოწონს, შეიძლება მის საქმეში არავინ არ ერევა, მაგრამ ის არ მოწონს, რომ არ ეხმარებიან და საბოლოო ჯამში რომ გასაყიდი ურჩება და სახვეწარი უხდება და იმას რაღაც გარემოებებზე უნდა იყოს დამოკიდებული, რომ აი რუსეთი ჩაიკეტა, მაშინ იყიდიან თქვა. სხვათა შორის შაშან ძალიან ბევრი გაიტანეს ირანში. ჩვენი ხორბალი გაიტანეს ირანში, იმიტომ რომ ნუ იქ არ ვიცი რა, შეიძლება ლოჯისტიკურად რაღაცა პრობლემა ჰქონდათ რუსეთთან, ან ვერ მიიღეს და ძალიან ბევრმა იყიდა საქართველოსთან, აიციან ახლა თუ რეკავენ მეხორბლე ფერმერები, რომ ჩვენს სამხრეთში რაც დრო გადის, უფრო და უფრო გაუჭირდებათ ერთწლოვანი კულტურების განსაკუთრებით მარცვლეულის მოყვანა, იმიტომ რომ კლიმატი იქ იცვლება, მძიმდება. ასე რომ არავინ ესე ვთქვათ ყურები არ უნდა ჩამოუყაროთ, ვისაც გვაქვს მიწა, უნდა ვიფიქროთ და ვიზრუნოთ იმაზე, რომ სახელმწიფო მაქსიმალურად გავხადოთ ჩვენი სწორი პარტნიორი და პასუხისგებლიანი პარტნიორი. თუ ჩვენ ამ პასუხისგებლობას მინისტრს და ზოგადად ამ სახელმწიფოს მართლობის სისტემას ვერ ვაიძულებთ, მაშინ უნდა დავალებოთ ყველაფერს თავი და ვთქვათ, რომ ნუ რა ვქნათ, არ ქონია მაგის არ ძალა არ ცული. მე ვთვლი, რომ ფერმერების და საზოგადოებაც უნდა გაერთიანდეს და იყოს მეტი პასუხისგებლობა. ბატონო გოჩა, დიდი ხანია უკვე თითქმის რამოდენიმე თვეა თითოეული ჩემი ლაივის სასაუბრო ამოსავალი წერტილი არის ხოლმე სისტემის და საზოგადოების პასუხისმგებლობა და რატომ? თუ კი სისტემა ცდება 35 წელია ერთ დღეზე ვტრიალებთ მესმის ბავშვობიდან ეს ტექსტები, ხო? თუ კი სისტემა ამ დოზით ცდება, სად არის ამ დროს საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა, სად არის საზოგადოება? ამდენი წლის განმავლობაში, როცა სასწორის სპინაზე დგას დაახლოებით მართველი გუნდი 5000 კაცი დავუშვათ თავიანთი ოჯახებიანად და აქეთ სასწორის სპინაზე ქართული საზოგადოება დევს, ხო? არ მაქვს საუბარი კონკრეტულად ოცნების ხელისუფლება იქნება ეს, ნაცების ხელისუფლება თუ შევარდნაძის დროინდელი. ნებისმიერი ხელისუფალი გაფუძნება თუ კი თვითდინებაზე მიუშვებ და საზოგადოებას შენს წილ პასუხისმგებლობას არ იტვირთავ თავზე. საკუთარ თავს არ დაავალდებულებ, რომ როდესაც შენ მას ლეგიტიმაცია მიეცი, უნდა მისცე მიმართულებაც და არ უნდა მისცე უფლება გადაუხვიოს რაღაც საკითხებში, რაშიც თქვათ ქართველი ხალხი არ ეთანხმება. აი ეს უპასუხისმგებლობის პრობლემასთანაც ვდგევართ, საზოგადოების უპასუხისმგებლობის პრობლემასთანაც ვდგევართ ხოლმე, როცა ამ ყველაფერს ვუყურებთ, იმიტომ რომ ვერ არის შეკრული, როგორც თქვენ თქვით ახლა, ფერმერთა საზოგადოება ცალკეა, სამინისტროები ცალკეა, კომუნიკაცია ხიდებია ჩატეხილი და კომუნიკაცია არ ხდება სწორი. ისევ იმ პრობლემაზე მიხედით, რასაც უკვე თვეებია ვსაუბრობ და ძალიან სწორადაც ახსენით. პასუხისმგებლობა არის საზოგადოებრივი, როდესაც თქვათ კომუნიკაცია ვერ შედგა, ქართველები ვართ, მეტყველების პრობლემა გაგვიხდა თუ რა გაგვიხდა, დაუშვათ რომ
ფერმერთან სახელმწიფო მისაუბროს, სოფლის მეურნეობის სამინისტრო მისაუბროს ისე იმენით, როგორც საჭიროა, თუნდაც ერთი მხრიდან, ორივე მხრიდან უნდა იყოს კომუნიკაცია და სამხრივი არაფერი არ გამოვა, ხო? კი ბატონო, რა არიცით, აი ძალიან ბევრი აქტიური ფერმერი, რომელიც ჩართულია ამ პროცესში, რაღაც გამოცდილება შეიძინა და ცოტა მსხვილია, ასე ვთქვათ, და რაღაცა ფორმით მაინც ურთიერთობა ქონია ამ არასამთავრობო სექტორთან, ხო და რაღაცა იქიდან შეხვედრია რაღაც გარკვეული ბენეფიტი, ხო? აი იმდენად გაირყვნა ეს საზოგადოება, რომ არა იმაზე ამოიღებ, რო გაუჭირდებათ, მე ამოიღებენ ხმას და ჩემთვისაც ბევრს დაურეკია და ყველაფერი, მაგრამ არა, იმათ შეჩერებიან, იქნება რაღაცა იქიდან მიიღონ და რაღაცა ეფერებიან იმას, რომ აი ვერ გაიზარდა ისე საზოგადოება, რომ პასუხისგებლობა აგრძნობინონ სამინისტროს და მის მოხელეებს და ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ ფულს არიგებს, თუნდაც ის არასამთავრობო სექტორი და ყველა იმ ადამიანს, ვისაც ავალია ამ პროცესების მართვა, ხო? მე თუ მიწერ შენ, რომ ეს გამოწვევა გაქვს, მაშინ თუ მე არ მყოფნის კვალიფიკაცია, სიტყვაზე თეკლას აქვს კვალიფიკაცია, გიორგის აქვს თუ გოჩას აქვს თუ ნებისმიერ ადამიანს, ხო? მოძებნი შენ ესეთ ადამიანებს და ის მოთხოვს იმ კვალიფიკაციით, რაც მოსათხოვია, მაგრამ შენ ხო არ მოგწონს ეს სიტუაცია. შენ დააყენე საკითხი, რომ კაცო, აი და სხვათა შორის როგორც კი რაღაცა საიძე დაიდება, ხო, ეს მარტო სოფლმეურნეობის სამინისტროს არ ეხება, სხვებსაც ეხება. Facebook-ზეა თუ სხვა ესეთ სოციალურ იმაში არის ხოლმე ძირითადად უარყოფითი ის ლანძღვა მათი და კიდე იტყუებიან არაფრის გამკეთებლები არ არიან დასჯენ. მაგრამ საქმეზე რომ მიდგება, ხო? აი ეს საზოგადოებრივი პლატფორმა არ არის რომ ამ ხალხმა იგრძნოს მეტი პასუხისგებლობა, რომ ამ პროცესში ჭირდება მეტი გაბედულება, მეტი პროფესიონალიზმი და ასე შემდეგ და ნახეთ, როცა მიუშვებ თქვენ ესე, ხო, როგორც აწყობს, მაშინ ეს მინისტრი იქნება თუ ნებისმიერი ხელმძღვანელი ფიქრობს, რომ კაცო, კაციშვილი პასუხს არ ამთხოვს. ეს ჩემი სანდოკაცია, ეს ჩემი ბიძაშვილია, ეს ჩემი მეზობელია, ამასთან ეს ურთიერთობა მაქვს. ის კვალიფიკაციას კი არ ეძებს. ის ეძებს იმას, რა ქვია, თავის გარემოცვას, რომ წყნარად და არხეინად იყოს. დანდო დასაყრდენი. დანდო დასაყრდენი. აი, ყველაზე დიდი უბედურება ის არის, რომ შეჯიბრობითობის მომენტი მოისპო და კაციშვილი არ არის, თქვათ, ხელისუფლებაში, ეს უნდა რა თქმა უნდა ზემოდან მოდიოდეს. შევარდნაძის დროსაც კი ახერხებდნენ მაგას რომ მეტნაკლებად შეჯიბრობითობის მომენტი ყოფილიყო და ვინ როგორი მინისტრია თუ ვინ როგორი გამგებელია თუ ვინ როგორი გუბერნატორია ეს უნდა ჩანდეს ეს შენ უნდა შეგეძლოს სადღაც შენი ანგარიში იყოს მოსმენილი ეს უნდა იყოს სწორედ დანახული და კვალიფიციურად შეფასებული თუ ესეთი მოძრაობა თუ ეს შეჯიბრობითობა არ არის ქვეყანაში მაშინ რა ვიცი ნებისმიერი კადრი ქუჩაში დაიჭირეთ ვიღაცა დაბლა დომინოს თამაშობს უსაქმურია წაიყვან ნებისმიერ რაღაცას ჩააბარ მაინც არაფერი არ უნდა გააკეთოს და რა მნიშვნელობა აქვს აი აქედან უნდა გამოვიდეს ეს პროცესი რა თუ აქედან ვერ გამოვედით არაფერი არ გვეშველება იმიტომ რომ ეს ჩემიანია ეხლა ეს პარტია მოვა და ამ პარტიას თავისი ხალხი ყავს იმ პარტიას ეს ეყავს დღეს ფაქტიურად ნაცმოძრაობის ფილიალია სამთავრობო სექტორში 90% სამწუხაროდ რომლებიც მიჩვეულები არიან აი ამ ლიბერალური სქემით აი მერაბიშვილი რო ეძახდა რომ პოლიცია ოფისები უნდა იყოსო დღეს კიდე ძალოვანი სტრუქტურები მუშაობენ მაგრამ სამინისტროებში ძირითადად ეკონომიკური ბლოკის სამინისტროებში მე ვერ ხედავ რაიმე კვალიფიკაციას აი დებატების რეჟიმშიც რო უსმენდი ხო ნუ აი რა გითხრათ არ მინდა ეხლა ვინმეზე პერსონალურად ვისაუბრო მაგრამ ეს არ არის გოჩა მე პირადად საერთოდ ეკონომიკური განათლება არ მაქვს და მე რომ აი ესეთი სახე მაქვს ხო წარმოგიდგენიათ ეს რას უსმინეთ ხო დარწმუნებული ვარ თქვენი რეაქცია სასწაული იქნებოდა მაგ ყველაფრის შემდეგ და ეხლა კიდე ლაითად და მსუბუქად ამბობთ არ გინდათ ვიღაცას უშნოთ შეეხო არის ეს დასავლური ის არის რომ რაღაცა ვითომ დამაჯერებლად რო ლაპარაკობს და იმის იქით რო არაფერი არ იცის ერთი ძველი ანეკდოტი გამახსენდა ეხლა ცოტა რომ გავიხუმროთ
ადრე იყო ესეთი ანეკდოტი, რომ ის სეროჟას ბიჭიო ოროსანიო მათემატიკაშიო და რატო ხარო მამამისმა უთხრა ოროსანიო და გამრავლების ტაბულა არ ვიციო და აბა 2 x 2 რამდენია 10-იო, 3 x 3 20-იო. აქ რო ესე ხაპას ხუპით იცი იქ რა მოგდისო. აი ესე ხაპას ხუპით ცდილობენ რომ რაღაცა ილაპარაკონ, მაგრამ რო დაუკვირდები ისეთ სისულელეს ლაპარაკობი და ისე აცდენილია ზოგი რეალურ საქმეს. რო რა გითხრათ, აბა ხანდახან გული გაგისყდება რომ რატო უნდა იყოს ამ შემთხვევაში ეს ადამიანი ამ მიმართულების ხელმძღვანელი, რომელსაც ეს არ ესმის, რომელსაც არ შეუძლია ამის შეცვლა, რომელიც ამას ვერ ხედავს ვერც გრძელ სურათში და ვერც დღევანდელ სურათში და ეს იგრძნობა. მე რო ხედავდი ამას მარტო, კიდე არაფერი, აი თქვენისთან ადამიანების, რომლებსაც ანალიტიკური უნარი აქვს, ჟურნალისტი გამოცდილება გაქვს და ჭკვიანი ადამიანები უკვე ამჩნევენ ამ სიტუაციას, არ ჭირდება ამას პროფესიონალები იქამდე დავიდა ეს სიტუაცია დაბლა, რომ ჩვეულებრივი შეუიარაღებელი არაპროფესიული თვალითაც ჩანს ხშირად არაკვალიფიციური ადამიანები. დიახ, სამწუხარო რეალობა ეს ყველაფერი, ბატონო გოჩამ, ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ სტუმრობისთვის, საინტერესო საუბრისთვის. რა თქმა უნდა, ეს ჩანაწერი როგორც Facebook-ზე, ასევე ჩემს YouTube არხზეც აიტვირთება, ყველა ჩანაწერს ტვირთავ აბსოლუტურად. ძალიან საინტერესო ანალიზი იყო ეკონომიკური კუთხით, რა საფრთხე შეიძლება იყოს ჩვენი ქვეყნისთვის ამ ომის პირობებში, როცა ახლო აღმოსავლეთში ესეთი მდგომარეობა, გინდა თუ არ გინდა, პირდაპირ ეკონომიკასთან არის ეს ყველაფერი კავშირში და ჯაჭვური რეაქცია ესავით არის და ჩვენთან რა გავლენები შეიძლება მოეხდინა ამ ყველაფერზე ვისაუბრეთ, საფრთხეებზეც, თქვენი მხრიდან გამოსავალიც ახსენით, როგორი შეიძლება იყოს და რა შეუძლია ჩვენს ქვეყანას, რა რესურსი აქვს და რას ვერ ვიყენებთ სწორად. საინტერესო სტუმარი ხართ, მომდენო ლაივისთვის იმედია და მომდენო სტუმრობისთვის სხვა დროსაც შემოგიტყუებთ ამ სივრცეში. მაქსიმალურად ვცდილობ დაცული იყოს ცენზურა, სტილი, ყველაფერი. პატარა გადაცემასავით ვცდილობ. ჟურნალისტი ტელევიზიის გარეშე ესე ვიცი ხოლმე თქმა არიან ტიკტოკერები, ვისაც 24 საათი ლაივები აქვს, მაგრამ მე მაქვს ესეთი განსაზღვრული, სადაც სტუმრებს ვაძლევ შესაძლებლობას რომ ისაუბრონ. კვირა დღე ყოველთვის არის ხოლმე ბატონო გოჩა განსაზღვრული, პატა აბულაძე მყავს ხოლმე სტუმრად. დღეს ბევრმა დაწერა კომენტარში და ამ ადამიანებს მინდა გავცე პასუხი. ბატონი პატა დღეს ვერ არის, რადგან სკოტ რიტერთან და სტანისლავ კრაპიანოვკისთან ერთად აქვს ძალიან დიდი ლაივი, 3-4 საათი მაინც იქნება ეს ჩართვა და მე უკვე ითარგმნება და გავრცელდება სოციალებში, ამიტომ ვერ არის დღეს ბატონი პატა, მაგრამ სამხედრო კუთხით ანალიტიკური კუთხით, ყველა კუთხით დაგანახეთ ახლო აღმოსავლეთის საკითხი, ისტორიული რაკურსიდან დაწყებული, მყავდა ირანისტი, ახლო აღმოსავლეთის მცოდნე, სხვადასხვა პროფილით ვაჩვენე ბატონო გოჩა ახლო აღმოსავლეთის საფრთხეები და თვითონ შიგნით რა პროცესებიც მიმდინარეობს ჩემს მაყურებელს და ეხლა უკვე ეკონომიკური კუთხითაც ძალიან საინტერესო იყო, ეს იყო მართლა დასკვნასავით გაკეთებული საკონტროლო გასროლა იყო, ყველა სფეროს შევეხე ამ ამბავში რა შეიძლებოდა მომხდარიყო სამომავლოდ და თქვენ იყავით ჩემთვის ძალიან კარგი იარაღი საიმისოდ რომ ყველაზე სრულყოფ თავარი რაც არის მსოფლიოში ომების რაც იწვევს ომები გინდა თუ არ გინდა ეკონომიკასთან არის კავშირში და ვაჭრობასთან უნდა ხოლმე გადალაგება რომელი სახელმწიფო რას ინაწილებს როგორ აქედან გამომდინარე ხდება ეს ომებიც ხო და ძალიან საინტერესო იყო თქვენი საუბარი თქვენი კომპეტენციაც დიახ დიდი მადლობა ამ შესაძლებლობისთვის და აი შეჯამებისთვის ვიტყვი რომ ჩვენგან თუ გვისმენენ მე ვთვლი რომ სასურსათო უსაფრთხოების ნაწილში პრემიერს უნდა ყავდეს ეხლა გარკვეულწილად სპეციალური ჯგუფი რომელიც აი მუდმივად შეაგროვებს ინფორმაციებს რაზე ჩვენ ვილაპარაკეთ ზოგადად ამ მიმართულებით ექნება უფრო ასე ვთქვათ აი ჩაჭიდებული ინფორმაცია იმისთვის რომ ყველა საფრთხეები იყოს გაკონტროლებული, შეფასებული და კიდევ ერთხელ მე არ მინდა ვინმე შევაშინო, ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი შესაძლებლობა რომ თავიდან ავიცილოთ გართულებები, თუმცა ისიც უნდა ვაღიაროთ რომ იმის მაგერად რომ 80% თვითუზრუნველყოფა გქონდეს, 80% იმპორტი გვაქვს და ეს საფრთხეა ზოგადად, ამიტომ
როცა ესეთი საფრთხე გვაქვს, მოუწოდოთ პრემიერს და ზოგადად იმ სამინისტროებს, ვისაც ეს ევალებათ, რომ აი სპეციალური საინფორმაციო, ასე თქვათ, ცენტრი შექმნან ამისი, რომ მუდმივად იყოს კონტროლის ქვეშ ეს ყველაფერი. ეს ურჩიოთ რეზიუმეს სახით, ასე თქვათ, ჩვენს მთავრობას ამ შემთხვევაში. თქვენ დიდი მადლობა შესაძლებლობისთვის, რომ საათნახევარი მოვიყავით მე მგონი ხო ეთერში და ძალიან ბევრი ვისაუბრეთ ღიად და 45 წუთი ბატონო გოჩა არ არის ცოტა დრო ბევრ თემას სამწუხაროა ფიზიკურად, მაგრამ ალბათ ჩემს იმაზე სურათს დადებთ და არა, ნახეთ, მე ხვდები ალბათ რისიბრალი შეიძლება იყოს. მაყურებელს ვეთქვი, რომ ბატონო გოჩაც როგორც 5-6 სტუმარი მყავს ესე თქვენსავით ბატონო გოჩა, ვინც შემოვიტყუე ამ სივრცეში და პირველად გუშინ გააკეთა TikTok-ი, რადგან არც ფოტო უდევს TikTok-ზე და არც არანაირი ვიდეო არ აქვს ატვირთული, გამომწერები კი მოვაგროვებინე 1000 გადაცილებულია, მაგრამ ვიდეო უნდა გედოთ აშკარად ერთი მაინც რაიმე და გამომრჩა გუშინ რომ მეთქვა, მაგრამ არა უშავს. შემდეგი ლაივისთვის უფრო საინტერესო იქნება უკვე ვიზუალიზაციაც რომ იქნება გასწორებული, ეგ არაფერი. მშვიდობიანი საღამო, უღრმესი მადლობა თქვენ სახელს და რეგალიას რომ დავწერ, იქ უკვე დიდათ აღარ იქნება მე მგონი საჭირო ფოტოს მითითებაც რომ თქვენ ბრძანდებით. მადლობა და მშვიდობიან ღამეს გისურვებთ. მადლობა თქვენ ბედნიერად ნახვამდის.